მაშ ასე, მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, დღეს 6 აპრილია და ჩვენს უმნიშვნელოვანეს დღიურში ახალი პროექტის დასაწყისის თარიღი ჩაიწერება. მერწმუნეთ, ჩვენთვის დაუვიწყარი და ამაღელვებელი დღეა. საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება Teachers Community Georgia არ არის მხოლოდ ჯგუფი. ეს არის მოძრაობა ყველა ქართველი მასწავლებლის გაერთიანებისთვის. ჯგუფის მიზანია სწავლების ხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება, განათლების ტენდენციების განხილვა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა. გააძლიეროს და გაერთიანოს პედაგოგები საქართველოში და არა მარტო საქართველოში. როდესაც ჩვენ ერთად ვიწყებთ ამ მოგზაურობას, დარწმუნებული ვარ, შედეგით უფრო მნიშვნელოვანი და კარგი იქნება. გუნდური მუშაობა ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატების საწინდარია. და მაშ ასე, საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების გუნდი იწყებს ახალ პროექტს, ესთეტიკის საათი. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ცარციძეა, რომელიც სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის და წმინდა ნინოს სახელობის საერხის მართლმადიდებლური სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მენტორი მასწავლებელი გახლავთ. იგი აგრეთვე არის პროექტის თანაწამყვანი. ნინოსთან ერთად პროექტის თანაწამყვანი გახლავთ სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის საჯარო სკოლის ხელოვნების და მუსიკის უფროსი მასწავლებელი, ჩვენი უსაყვარლესი ქალბატონი მარიამ მამაგულაშვილი. გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო. პროექტი ესთეტიკის საათი ხელს შეუწყობს ესთეტიკური საგნების პოპულარიზაციას, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას, მოსწავლეების ჩართულობას, მოსწავლეებს აუმაღლებს ასევე მოტივაციას, დაეხმარება ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლაში და პრაქტიკის გაუმჯობესებაში. და რა თქმა უნდა, ჩვენც სხვა საგნის პედაგოგები გულის ფანჩქალით ველოდებით ამ მნიშვნელოვან ვებინარს. ჩვენს საოცარ უმნიშვნელოვანეს სტუმართან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონონი. და რაც თავარია, იაქტიურეთ ჩემო ძვირფასებო, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ გამოვავლენთ 3 გამარჯვებულ აქტიურ მსმენელს და გადავცემთ სპეციალურად ამ 3 გამარჯვებულისთვის განკუთვნილ განსხვავებულ სერტიფიკატს. და რა თქმა უნდა, ყველა მონაწილე მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს. ძალიან დიდი მადლობა ისევ და ისევ, რომ ისევ ჩვენთან ხართ, ხარს გვიჭერთ, ჩვენ კი თქვენთან ვართ. ბატონო კახაბერ, გთხოვთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ძალიან საინტერესო არის დღევანდელი შეხვედრა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ყველა ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობა ხელს უწყობს, ეხმარება მასწავლებლებს დახვეწონ თავიანთი საგაკვეთილო თუ არაფორმალური განათლების ელემენტები და ჩვენი მხრივ ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რათა დავეხმაროთ მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში. ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც უკვე თითქმის 4 წელზე მეტი ატარებს ძალიან საინტერესო შინაარსის შედეგზე ორიენტირებულ შეხვედრებს, ძირითადად არის ონლაინ რეჟიმში. თუმცა უკვე მოვიდა დრო, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ გადადგა ნაბიჯი და დავიწყეთ პირდაპირ შეხვედრებიც და უკვე ყველა თქვენთაგანისთვის ცნობილია, რომ სულ უკვე თვეზე ნაკლები რჩება, როდესაც ქართველი მასწავლებლები ევროპელ და მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნის მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამიტში, რომელიც გაიმართება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 10-12 მაისს და მე ძალიან მიხარია, რომ ამ სამიტზე წარმოდგენილი არის ქართული დელეგაციაც სხვა მსოფლიოს სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად. რა თქმა უნდა, ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქალბატონ ინგას და მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და უღრმეს მადლობას გადავხდი ქალბატონ ინგას და რა თქმა უნდა იმ გუნდს, რომელი გუნდთან ერთადაც მუშაობს ქალბატონ ინგა და აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიც არის სწავლას-სწავლების ხელშეწყობა. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, მოგესალმებით ქალბატონო მარიამ.
დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გყავთ, რომელიც სხვა კუთხით, განსხვავებული კუთხით წარმოგვიდგენს თემას. მე გარკვეულწილად ვიცი დეტალები დღევანდელი შეხვედრის, თუმცა რა თქმა უნდა დავტოვებ ამას საიდუმლოდ და მივმართავ მაყურებლებს, რომ თქვენ წინ გელოდებათ ძალიან საინტერესო შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა და როგორც ყოველთვის თხოვთ იაქტიუროთ დაწეროთ თქვენი შეკითხვები, რომელსაც ჩვენი მოდერატორები ქალბატონი ნინო და ქალბატონი მარიამი პირდაპირ ეთერში გააჟღერებენ და დაუსვამენ ჩვენს სტუმარს. ეხლა კი სიტყვით გადავდივარ ქალბატონ მარიამთან და ქალბატონ ნინოსთან, რომლებიც წარადგენენ დღევანდელი შეხვედრის მთავარ გმირს. მოგესალმებით მეგობრებო, კოლეგებო, ქალბატონო ნინო, დიდი სიყვარულით, პატივისცემით და მართლაც დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენ ხელოვნების პედაგოგები შევიკრიბეთ აქ სივრცეში, სოციალურ სივრცეში და ვჭობთ პრობლემებზე იმ მიზანზე, რომელიც ხელოვნების საგანთან გვაკავშირებს. და სწორედ საქართველოს მასწავლებელთა ორგანიზაცია არის ის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს ვუზიარებთ და ახალ იდეებს და ვიბრძვით, რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლებისათვის. და სწორედ ეს პროექტი, ესთეტიკის საათი, არის როგორც ვიცით, ახალი პროექტი და იმედი გვაქვს კი არა, ვიცით და ნამდვილებით, რომ ხელშეუწყობს ნამდვილად ესთეტიკური საგნების პოპულარიზაციას, სწავლას-სწავლების პროცესს, მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, აუმაღლებს мотивაციას და ეხმარება ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში და, რა თქმა უნდა, პრაქტიკის გაუმჯობესებაში. და სწორედ ამ პროექტის მიზანი არის ესთეტიკური ჯგუფის, ხელოვნების და მუსიკის მასწავლებლების სწავლების ხელშეწყობა. და მე დიდი მოლოდინი მაქვს, რა თქმა უნდა, ამ ჩვენი შეხვედრისა, რომ ძალიან წარმატებული იქნება ეს პროექტი და მომავალსაც გვიჩვენებს წარმატებით. მადლობა ჩემს საუკეთესო გუნდს და ქალბატონ ინგა ხარჩილავას, რომ სწორედ გვაძლევს мотивაციას, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ და შევძლოთ ჩვენი ხელოვნების მასწავლებლებისათვის და მთლიანად საქართველოს პედაგოგებისათვის. მადლობა ქალბატონო ნინო და წარმატებას გისურვებთ. მადლობა მარიამ, მოგესალმებით, თქვენის ნებართვით. ერთი წუთით პრეზენტაციას გავაზიარებ და წარმოგიდგენთ. როგორც ჩემმა კოლეგებმა მოგახსენეს, დღეს ჩვენ პირველი ლაივი გვაქვს ესთეტიკის საათის და დღევანდელი ლაივის თემა გახლავთ სახვით და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების აქტუალური პრობლემები. ესთეტიკის საათის გუნდი მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ ქალბატონი ინგა ხარჩილავა, რომელიც არის გეოგრაფიისა და მეწარმეობის წამყვანი მასწავლებელი. იგი გახლავთ კვალეთის საჯარო სკოლის, საზაფერაძის სახელობის სკოლის და კოლეჯ კონსტრუქტორის მეწარმოების ლექტორი. ქალბატონი ინგა ხარჩილავა უკვე 4 წელზე მეტი არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ევროპის კონტინენტზეც. მისი დახმარებით არაერთმა ქართველმა მასწავლებელმა, საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენელმა მოსწავლემ გააგონა მსოფლიოს თავის ხმა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პროექტების მეგზურობაში ქართველი საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის და არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო დღეს მას. ეს არის ასევე ქალბატონი ინგა არის დამფუძნებელი საქართველოს მასწავლებლთა საზოგადოების, რომელ პლატფორმაზეც დღეს პირველი, ასე ვთქვათ, ლაივი არის ჩვენი პროექტის, ესთეტიკის საათის. ბატონი კახაბერ ჩაკვეტაძე, გახლავთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტორის საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლის ტრენერი, ხარისხის მართვის ექსპერტი. ბატონი კახაბერი არის მასწავლებლების ეროვნული პრემიის გამარჯვებული და არაერთი საერთაშორისო პროექტის მოდერატორი და სახე საქართველოს მასწავლებლებისთვის. იგი
ძალიან ბევრი მასწავლებლის წინსვლის მონაწილეა თანაზიარია, ასე ვთქვათ, და მოსწავლის და მადლობა მინდა გადავხადო მას ამისთვის კიდევ ერთხელ და ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების. ჩვენი საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების არაჩვეულებრივი წევრი გახლავთ მარიამ მამაგულაშვილი, ამავე დროს ჩემი პროექტის ესთეტიკის საათის თანაწამყვანი. ის არის ქარელის მუნიციპალიტეტის დვანის საჯარო სკოლის ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებელი და იმ საერთაშორისო პროექტებშიც მისი წვლილი განუზომელი არის. და მე მინდა წარმოგიდგინოთ მოკლედ ჩვენი პროექტის მიზანი, ესთეტიკური ჯგუფის საგნების ხელოვნებისა და მუსიკის სწავლების ხელშეწყობა არის ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. სკოლაში მოგეხსენებათ, რომ საგანმანათლებლო რეგულაციებით ესთეტიკური აღზრდის ჯგუფში აერთიანებს მუსიკას და სახვითა გამოყენებით ხელოვნებას, თუმცა მისი სწავლების შინაარსი ყველა საგნის სწავლებაშია ჩადებული. პიროვნების აღზრდასა და ჰარმონიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი ხელოვნებას და ზიარება. და სწორედ ეს ფუნქცია აკისრია ესთეტიკური აღზრდის საგნებს, მათი შესწავლა მოსწავლეს უვითარებს სამყაროს მშვენიერების აღქმის უნარს, წარმოსახვას, შემოქმედებითობას, თქმით გამოხატვას, კრიტიკული აზროვნების უნარებს, უღვივებს აღმოჩენისა და სიახლეების ძიების სურვილს, რაც აუცილებელია მოსწავლის ნებისმიერი მომავალი საქმიანობისთვის და ამზადებს მას ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. ამ საგნის შესწავლისას მოსწავლე ეუფლება თვითგამოხატვის განსხვავებულ საშუალებებს და ფორმებს. და ესთეტიკური აღზრდის საგნების შესწავლა აზიარებს ზოგად საკაცობრიო ღირებულებებს და ამავე დროს ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. და სწორედ ამიტომ დღეს უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი პრობლემებზე, რომელიც ზოგადად ამ საგნების სწავლებისას არსებობს, რა პრობლემებს ვაწყდებით და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი არაჩვეულებრივი ქალბატონი სტუმარი, ქალბატონი ნინო ღაღანიძე, რომელიც გახლავთ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დოქტორი, პროფესორი, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ქალბატონი ნინო ღაღანიძე გახლავთ თანაავტორი პირველი მეათე კლასის სახელმძღვანელოების კლიოს გამომცემლობის, უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი, საერთაშორისო კონფერენციების მოხსენებელი, ქართული ხელოვნების სიმპოზიუმების მონაწილე საზღვარგარეთ და ანალოგიური სიმპოზიუმების ერთ-ერთი ორგანიზატორი თბილისში. ქალბატონი ნინო 2006 წლიდან არის ფაქტიურად პილოტირება საგნების მოხდა სკოლებში და აი 2006 წლიდან არ ყოფილა არც ერთი სიახლე, არც ერთი გამოწვევა მასწავლებლებისთვის, სადაც ქალბატონი ნინო თავის თანაავტორებთან ერთად მასწავლებლების მხარეს არ გარიყოს, მეგზურობა არ გაეწიოს ჩვენთვის და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ გადავხადო მას მადლობა ამისთვის, ამ თანადგომისთვის, რომელსაც წლების მანძილზე მხარდაჭერისთვის, ხელოვნების მასწავლებლებისთვის და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის აკეთებდით. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, დიდი პატივისცემით და გთხოვთ. მოგესალმებით ყველას, დიდი სიყვარულით, პატივისცემით. ძალიან გამიხარდა, როცა ქალბატონმა ნინომ დამირეკა და შემომთავაზა მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივ საქმეში. გამიხარდა იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი არის დაკავშირებული ამ საგანთან, ამ სფეროსთან ზოგადად, ახალგაზრდობის აღზრდასთან. ძალიან დიდი ხნის წინ 1991 წელს, როცა აკადემიაში დავამთავრე ხელოვნებაცოდნეობის ფაკულტეტი, მე და ჩემი კურსელი, ჯგუფელი, დღესაც ხელოვნებაცოდნე ქეთევან აბაშიძე, მოწადინებული ვიყავით, რომ რამენაირად სკოლაში შეგვეღწია. მაშინ ასეთი საგანი არ ისწავლებოდა, იყო საგანი ხატვა, მაგრამ არ იყო ამ სახით. და რაღაცა დაგვჭირდა სხვა შორის რაღაც ჩარევა იქ ადამიანების ნაცნობების და ერთი სიტყვით დაგვთეს ნება და 126 სკოლაში თბილისში წავედით, სულ ახალი გამოჩეკილები, ასე ვთქვათ. და ერთი წელი მართლაც იქ ვიმუშავეთ მე-9 კლასთან
საოცრად ეხლა დღესაც კი მახსოვს ის ბავშვები, ვისთანაც ესე პირველად მოგვიწია შეხება, ძალიან კარგი შედეგები გქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რასაკვირველი არც სახელმძღვანელო არსებობდა და არც სტანდარტი და არაფერი და ხელით დაგქონდა ძალიან ბევრი წიგნი და ამას ვაჩვენებდით ყველაფერს. ერთ სახალხო ამბავით უნდა გითხრათ, რომ მეორე გაკვეთილზე, მესამე გაკვეთილზე მაქსიმუმ, ყველა მოსწავლემ შვენივრად გაიგო, აი რა არის ეს სფერო, რის სასწავლებლად მივედით სკოლაში. ოღონდ კურიოზული ამბავი ის იყო, რომ თითქმის წლის ბოლომდე, ზოგჯერ ცოტა ადრე მივდიოდით და შევდიოდით სამასწავლებლოში და აი თითქმის წლის ბოლომდე სხვა საგნების პედაგოგები, რომლებიც შეგვამჩნიეს ორი ახალგაზრდა გოგონა იქ და თავიდან კითხეს რასაკვირველია რატომ მოხდით და რას ასწავლითო. აი წლის ბოლომდე თითქმის ვეკითხებოდნენ, თქვენ რელიგიას ასწავლით არა? და ჩვენ ყოველ ჯერზე ვამბობდით, რომ არა, რელიგიას არ ვასწავლით, ხელოვნებას ვასწავლით. ეს რასაკვირველია იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ეს ალბომები, რომლებიც დაგქონდა, იქ იყო თქვათ ავთი რენესანსი იყო თუ შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება, იქ ჩანდა ხატები, რაღაც ჯვრები და ამიტომ ასოციაცია იყო ასეთი, რომ ეს იყო რელიგია. თუმცა ბავშვებმა მშვენივრად გაიგეს ეს ყველაფერი. 2005 წელს, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ და როგორც იქნა ეს საგანი შევიდა, ასე ვთქვათ, სკოლაში და დაიმკვიდრა ადგილი, აი იმ დღიდან მე და ჩემი თანაავტორები ქალბატონი ანა ყდიაშვილი და ქალბატონი თამარ ჯაყელი ვართ ჩართული ამ პროცესში და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ხარისხიანი სახელმძღვანელოები. უნდა გითხრათ, რომ აი როდესაც ასე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ერთ პრობლემას შევეჯახეთ, შეიძლება მანამდე ამაზე არც ვიფიქრეთ. ჩვენ რასაკვირველია ვიცოდით, რომ უამრავ ქვეყანაში არსებობს სახელმძღვანელოები, არსებობს რაღაც საავტორო ვთქვათ წიგნები ხელოვნების შესახებ და იმის შესახებ, როგორ უნდა ასწავლო ხელოვნება, მაგრამ უშუალოდ გრიფირება რომ გამოცხადდა და შეიძლება თქვენ გახსოვთ კიდეც, რომ თავდაპირველად, სულ პირველად გრიფირება მე-10 კლასის გამოცხადდა და არა, ესე კი არ დაიწყო რაღაც დაწყებითებიდან და მერე ზემოთ პირიქით რაღაცნაირად გამოვიდა. აი, როდესაც დავიწყეთ გაცნობა ამ ლიტერატურის, აღმოვაჩინეთ, რომ დასავლეთში ცოტა სხვა ტრადიცია არის. იქ ან საავტორო სახელმძღვანელოები არის და აი როგორც ავტორს მიაჩნია, ისე მიდის ეს განათლება, ან თვითონ სკოლა ან კოლეჯი ირჩევს ავტორებს და მათ უყვეთავს, ასე ვთქვათ, წიგნს და ჩვენი მოდელი კი იყო სხვა, ჩვენი სახელმძღვანელოები უნდა დაგვეფუძნებინა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და საგნობრივ სტანდარტზე. აი იმ პერიოდიდან მოყოლებული ამაშიც მონაწილეობდით თვითონ სტანდარტის გარდაქმნაში და ახლაც მონაწილეობთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ახლაც მიდის ეს პროცესი. რასაკვირველია დაგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება ამდენი წლის განმავლობაში და ფაქტიურად არ არის საქართველოს არც ერთი რეგიონი დარჩენილი, სადაც მე და ჩემი თანაავტორები არ ჩავსულვართ და აი ესე პირისპირ არ შევხვდრივართ მასწავლებლებს. ამიტომ ეს დაგროვილი გამოცდილება ეხება არა მხოლოდ იმას, როგორ უნდა დაწერო ვთქვათ სახელმძღვანელო, ან ვთქვათ რაღაცა ტექნიკურ პარამეტრებს, არამედ ძალიან უშუალო, ცოცხალი, ძალიან გულწრფელი კონტაქტი გვაქვს წლების განმავლობაში მასწავლებლებთან და ძალიან კარგად ვიცით რა აწუხებთ მათ, აკლდებათ თუ ემატებათ პრობლემები, ზოგჯერ ესეთი ორმხრივია ხოლმე, რაღაცა გამოსტორდება და თქვათ აკლდება, მაგრამ იქვე წარმოიშვება ხოლმე რაღაცა სხვა პრობლემა. ამიტომ, როდესაც მე და ქალბატონი ნინო საუბრობდით, აი როცა დაარეკა პირველად და გამაცნო ეს იდეა და მან მითხრა, რომ იცი რა, რაღაც პატარა კვლევას გავაკეთებო, ძალიან გამიხარდა და აი ქალბატონინო, ეხლა თუ გაგვიზიარებთ აი ამ თქვენი კვლევის ძალიან კარგი იქნება. როდესაც გადავხედე აი ამ კვლევას,
დავწმუნდი, რამდენად ზუსტად დაისვა, ასე ვთქვათ, აქცენტები, იმიტომ რომ აი თქვენც ხედავთ აქ, ყველაზე უფრო საჭირბოროტო საკითხად და ყველაზე დიდ პრობლემად უმეტესობამ, უმრავლესობამ გამოკითხულთა დაასახელა საჭირო რესურსების და ინფრასტრუქტურის პრობლემა. ყველაზე დიდი ციფრი ეს არის, აი 70%-ია. შემდეგ მოდის უკვე მოსწავლეთა დაბალი мотиваცია და ქცევის წესები თვითონ სკოლაში. შემდეგ ამასთან დაკავშირებული პრობლემა დაახლოებით თანაბარი არის აი ეს ორი პრობლემა. ასეთი ტენდენცია ძალიან სამწუხარო ჩემთვის, რომ აი ამ ესთეტიკის ჯგუფის საგნები თითქოს მეორე ხარისხოვანი საგნებია სკოლაში და არა ის ტრადიციული და ძველი საგნები, რომლებიც ყოველთვის ისწავლებოდა და შემდეგ აი 5%-ით მოდის კიდევ ორი პრობლემა, ეს არის არაქართული ენოვანი მოსწავლეები და ქართული ტექსტი, ასე ვთქვათ, რამდენად ხელმისაწვდომია და გააზრების საშუალება რამდენად აქვთ არაქართულ ენოვან მოსწავლეებს და 5% ეს არის სახელმძღვანელოების პრობლემებთან, ასე ვთქვათ, დაკავშირებული საკითხები. რახან ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს გახლავთ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების პრობლემები, მოდი ჩვენც რაღაცნაირად აი ამ გეზს, ასე ვთქვათ, გავყვეთ და ვისაუბროთ იმაზე, ჩვენ და თქვენ რა გესახებათ ყველაზე უფრო საჭირბოროტო საკითხად და ახლა მარტო პრობლემების დასახელება ალბათ არ უშველის ამ საქმეს, ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვნახოთ აქედან გამოსავალი, როგორ შეიცვალოს სიტუაცია, ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც ჩვენ ხელგვეწიფება ამის გაკეთება და მე რამდენიმე ასეთი მაგალითი მაქვს და შემიძლია მოგიყვეთ, გაგაცნოთ ამის შესახებ და როგორ შეიძლება სიტუაცია სასიკეთოდ, ასე ვთქვათ, შემოვაბრუნოთ. ეხლა იმაზე მსჯელობა, რომ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება მხოლოდ ფუფუნება არ არის და მხოლოდ ვთქვათ სიამოვნება, ან კიდევ უკეთესად გართობა არ არის. ამ აუდიტორიასთან ალბათ არც არის საჭირო, თუმცა როცა ვფიქრობდი აი ამ ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე, მაინც ჩავთვალე, რომ აი ერთი-ორი სიტყვით აი შევეცდები რომ ლაკონურად ვთქვა, მაინც ვთვლი რომ ჩვენ თვითონ, ანუ მასწავლებლები, ავტორები სახელმძღვანელოების, ანუ ის ხალხი, ვინც ფაქტიურად მეურვეობს ხო ამ საგანს სკოლაში, ალბათ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რა არის მთავარი მიზანი ამ საგნის სკოლაში შეტანის. აი რას ვისახავ მიზნად? დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც ცხოვრებაში გაუგია, ვთქვათ, მშობლებისგან, მაგალითად ასეთი არგუმენტი, რომ არ ხატავს ჩემი შვილი და არა აქვს მონაცემები ამ ხელოვნების და რაში გამოადგება, რაში სჭირდება მას ეს საგანი, ხო? აი სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან კარგად უნდა გქონდეს ჩვენ გააზრებული, რომ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება სკოლაში არამც არ ისახავს მიზნად ხელოვანის გაზრდას. თუ გაიზრდება ხელოვანი, ძალიან კარგი და დამერწმუნეთ, რომ უკვე ალბათ ერთი 10 წელი, მინიმუმ 10 წელი მაინც არის აკადემიაში ყოველ ახალ წელს, როდესაც ახალ სასწავლო წელს გულისხმობ, როცა პირველკურსელები მოდიან, რამდენიმე და ეს მზარდია ეს რიცხვი, რამდენიმე პირველკურსელი, მეუბნება რომ იცით რა, მე სკოლაში სწავლობდი თქვენი სახელმძღვანელოებით და აი სწორედ იმიტომ გადავწყვიტე მე რომ უკვე პროფესიადაც ამერჩია ეს საქმე და გადავწყვიტე აკადემიაში ჩაბარება. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ გაწუნებთ რომ გავზარდოთ ხელოვანი არ არის ამ საგნის სწავლების მთავარი მიზანი. რა არის მაშინ? აი რატო ვასწავლით? და რატომ გონია რომ ეს რაღაცა შემატებს მოსწავლეებს? მე მგონია რომ ამ საგანს აქვს ყველა ის თვისება, რაც ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების
ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი. რომელი ეპოქის და რომელი ქვეყნის ხელოვნებასაც არ უნდა ასწავლიდე, აუცილებლად ძალაუნებურად მიადგები საკითხს ღირებულებების. რა ღირებულებები ქონდა რომელიღაცა თუნდაც ძველ ცივილიზაციებში, ან ვთქვათ შუა საუკუნეებში, ან ვთქვათ აი რენესანსის ეპოქაში, რითი სუნთქავდა, რაზე ფიქრობდა, რა მიაჩნდა ღირსეულად, ან პირიქით რა მიაჩნდა სამარცხვინოდ იმ საზოგადოებას, რომელიც ამ ხელოვნებას ქმნიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მეთანხმები თამაში. და ამას სხვანაირად როგორ შეიძლება ასწავლო ხელოვნება? ხელოვნება ხომ არ არის მარტო ხაზი, ფორმა, ფერი, ვთქვათ, კომპოზიცია, ეს მხოლოდ საშუალებებია, ხო, იმ იდეების, იმ აზრების გადმოსაცემად, რომელიც ყოველ მონაკვეთში კაცობრიობის არსებობის აწუხებდათ ადამიანებს და ხელოვნების როგორც კომუნიკაციის საშუალებით უნდოდათ ამ იდეების დანარჩენ ადამიანებთან გაზიარება. ასე რომ ამ საგნის სწავლება განკერძოებით, აი რაღაც გამოყოფილად, კონტექსტიდან ამოგლეჯით საერთოდ წარმოუდგენელია. ეს საგანი მოსწავლეს აჩვევს იფიქროს, კრიტიკულად შეაფასოს ყველაფერი, რასაც ის ხვდება, დაუკვირდეს იმას, რამდენად მრავალფეროვანია ხელოვნება და ხელოვნების სამეთვალო ენა. აი, ხომ გაგიგიათ ეს ფრაზა და ალბათ მოსწავლეებსაც გაუგეთ, რომ ხელოვნება უკვდავია. რას ნიშნავს უკვდავია? როდესაც აი ჩვენ ვიცით, რომ ვთქვათ, იყო ძველი ცივილიზაციები, აღარ არის ქვეყნები, ხო? რაღაცა გამუდმებით იცვლება მსოფლიოში. კი, რასაკვირველია, შეიძლება ცივილიზაცია არ არსებობდეს, შეიძლება რაღაცა ფორმაცია შეიცვალოს, ქვეყანა არ არსებობდეს, მაგრამ ხელოვნება ხომ რჩება და ის ხელოვნება არაჩვეულებრივად საინტერესოდ გვიყვება იმ ადამიანების შესახებ, ვინც შექმნა ეს ხელოვნება, ხო? აი ამას ნიშნავს ეს ფრაზა, ხელოვნება არის უკვდავი, მარადიული, ხო? ამიტომ, როდესაც ამ საგანს ვასწავლით, ჩვენ ფაქტიურად ხელოვნების სამეთვალო ენას ვასწავლით. ფაქტიურად ვუხსნით, ასე ვთქვათ, აი რაღაცა თვალს ვუხევთ იმისთვის, რომ მოსწავლემ შემდეგ შეძლოს ურთიერთობა ხელოვნების სამყაროსთან და დაინახოს უამრავი რამ, რასაც საუკუნეების კი არა და ათასწლეულების მიღმიდან, თუნდაც არ ვიცი პრეისტორიული ვთქვათ ეპოქიდან დღემდე ჩვენგან შეიძლება ძალიან განსხვავებული ადამიანები ხელოვნებაში როგორც აი დღევანდელი მოდური სიტყვა რომ გამოვიყენო, როგორც ერთგვარ კულტურულ მესიჯს ისე გვიგზავნიან, ხო? აი რაღაცა ცნობას, რაღაცა წერილს, არა? და თუ ჩვენ ამ მიზანს მივახცევთ და აი ხელოვნების სამეთვალო ენა მოსწავლისთვის იქნება ისეთივე გასაგები და ისევე თავისუფლად, ასე ვთქვათ, იმეწყველებს ამაზე, როგორც საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბრობს, დამერწმუნეთ, რომ ეს იქნება ჰარმონიული პიროვნება ყველა იმ ღირებულებით, რაც კარგ მოქალაქეს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეხლა რაც შეეხება ამ საგნის და ერთ-ერთ აი აქ დასახელებულ პრობლემასთან არის კავშირში დაასახელეს მასწავლებლებმა, რომ მეორე ხარისხოვან საგნად არის ხშირად აღქმული ეს საგანი. აი რაც შეეხება ამ საგნის ურთიერთობას და დამოკიდებულებას სხვა სასკოლო დისციპლინებთან. ახლა ისტორიასთან, ვთქვათ, მშობლიურ ენასთან და ლიტერატურასთან, ვთქვათ, იგივე გეოგრაფიასთან ძალიან მარტივად მყარდება, ხო, ეს კონტაქტი, ასე ვთქვათ, და არ არის ძნელი ინტეგრირებულად წარმოაჩინო ჩვენი საგანი, მაგრამ არც ერთი საგანი არ არის აი ამ ჩვენ სასკოლო ბადეში, ასე ვთქვათ, რომელთანაც ხელოვნებას არ აქვს მეტნაკლებად მჭიდრო კონტაქტი. და აი როდესაც პირველ პრობლემად მასწავლებლები ინფრასტრუქტურის და
საჭირო რესურსების ნაკლებობას ასახელებენ, აი აქ მინდა ვთქვა, რომ ეს პრობლემა ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ყველა სახელმძღვანელოს ყველა ავტორი, რომელიც გამომცემლობისაც არ უნდა იყოს ეს სახელმძღვანელო, ამ პრობლემის წინაშე დგას ხოლმე. როცა ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, რასაკვირველია ამაზე ვფიქრობთ, რომ ყველა სკოლა სამწუხაროდ, ყველა სკოლა საქართველოში ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვს და რაღაც ისე უნდა მოვარგოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი სახელმძღვანელოების თემატიკა, რომ ერთი მხრივ სტანდარტს გავყვეთ და დავაკმაყოფილოთ ეს სტანდარტი და ამითი მასწავლებელს გავუადვილოთ საქმე, რომ მასწავლებელი გავიდეს წლის ბოლოს იმ შედეგზე, რაც აუცილებელია წლის ბოლოს რომ მან მიიღოს, ანუ უზრუნველყოს ამ შედეგის მიღწევა, მაგრამ მეორე მხრივ აი როგორ გავაკეთოთ ისე, რომ სხვადასხვა შესაძლებლობებს, რესურსები მაქვს მხედველობაში, სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე სკოლებს და აი ამ სკოლებში მასწავლებლებს არ გაუჭირდეთ, ვთქვათ, აი ამ საბოლოო შედეგის მიღწევა. აქ ერთი ამბავი უნდა ვთქვა, ახლა მე უმაღლეს სკოლაში უფრო დიდი სტაჟი მაქვს პედაგოგიური, ვიდრე ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში, მაგრამ აი ამ 40 წლიანი, ცოტა მეტი მე მგონი უკვე 40 წელი პედაგოგიური სტაჟის განმავლობაში ასეთ დასკვნამდე მივედი, რომ შემოქმედებითობა, ასე ვთქვათ, აქაც შველის ხოლმე ადამიანს. რასაკვირველია, კარგია, როდესაც ჩვენი საგნის პედაგოგს აქვს ძალიან კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახი, აქვს თვალსაჩინოება, აქვს კომპიუტერული ტექნიკა, ვთქვათ, ისე, ანუ მაგალითად პროექტორიც აქვს, კომპიუტერიც აქვს, რაღაცა კიდე, ვთქვათ, კამერა შეიძლება აქვს, ან კიდე რაღაც, ხო? მაგრამ სამწუხაროდ არ არის ასე, ხო? აი რა უნდა ქნას პედაგოგმა მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი, ეს ყველა სიკეთე, ასე ვთქვათ, ტექნიკური რაღაცა სიკეთეები, ან საერთოდ არ არის, ან ძნელად ხელმისაწვდომი არის. ჩვენ ყოველთვის ვთავაზობ მასწავლებლის წიგნში, რომელიც იმიტომ იწერება, რომ მასწავლებელს ამა თუ იმ გაკვეთილის, განვითარების, დაგეგმვის რამდენიმე ვარიანტი შევთავაზოთ, ჩვენი ყოველთვის ამას, აი ამ არათანაბარ მდგომარეობას ვითვალისწინებთ ხოლმე და რაღაც ვარიანტებს ვთავაზობთ, როგორ შეიძლება დააინტერესო ერთი და იგივე თემით მოსწავლე, რომელიც პერსონალურ კომპიუტერთან ზის და ერთ წამში, ვთქვათ, ყველაფერი შეუძლია, რომ შევიდეს ინტერნეტში და ყველაფერი დაათვალიეროს და ასეთი რესურსებით საკმაო რაოდენობით გვაქვს ხოლმე მითითებული, ჩადებული მასწავლებლის წიგნში, მაგრამ იქ, სადაც არ არის ასეთი შესაძლებლობა, ხეთ ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ ხოლმე მასწავლებლებს. საქართველო ისეთი ქვეყანაა, არც კი ვიცი ისეთი რეგიონი, ისეთი ქალაქი, ან ისეთი სოფელი, სადაც არ არის აი უმდიდრესი ისტორია, დაწყებული არქეოლოგიური, ვთქვათ, არტეფაქტებით, ну, დამთავრებული, აი, ვთქვათ, მე-19 და მე-20 საუკუნით, ხო? ყოველთვის შეიძლება ესა თუ ის პრობლემა დასმული, ვთქვათ, სახელმძღვანელოში, რაღაცნაირად შემოვატრიალოთ ისე, რომ მოსწავლეებს თვალსაჩინოების სახით ჩვენი საკუთარი ისტორია და ამ ისტორიაში კულტურის ისტორიასაც გულისხმობ, რასაკვირველია, ეს ვაჩვენოთ და გამოვიყენოთ როგორც დამხმარე, ასე ვთქვათ, რესურსი. უკვე რამდენიმე წელია ჩვენს სახელმძღვანელოებში თან დართული გვაქვს ხოლმე სია და საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ყველა მუზეუმის, დიდი მუზეუმები, პატარა მუზეუმები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, სახლ-მუზეუმები ყველა რეგიონში. აი შეიძლება ეს რესურსი გამოიყენო და აამოქმედო. გასაგებია, რომ ყოველჯერზე თბილისში წამოყვანა, ვთქვათ, რეგიონიდან მოსწავლეების არის რთული, მაგრამ იქვე შენ რეგიონში თუ ვთქვათ, დავინტერესდებით იმით, რისი ჩვენება და ვთქვათ,
რასთან გაშინაურება მოსწავლეების რასთან შეიძლება ძალიან ამაღლდება მათი мотиваცია ამ თვალსაზრისით და თვითონაც რაღაცნაირად ჩართულები ხდებიან ხოლმე მერე ამ პროცესში და თავს რაღაცა ესეთ განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ ხოლმე ასეთი პროექტების. აი ეხლა ეს რაზეც მე ვსაუბრობ, უკვე აი ამ მეორე პრობლემად დასახელებულ мотиваციასაც, მოსწავლეთა мотиваციასაც ეხება და შემდეგი პრობლემა, აი მეორე ხარისხოვნად რატო აღიქმება ეს საგნები. აქ მარტივი პასუხია, იმიტომ რომ ყველაზე ახალგაზრდა საგანია და თუ სხვა საგნების სწავლების ძალიან დიდი ტრადიცია, ბევრი ათეული წლის ტრადიცია არის დაგროვილი, ეს საგნები დღესაც კი, აგერ რამდენი წელი 18 წელი გავიდა თუ მეტი მე მგონი ხო 2006 წლიდან, ჯერ კიდე მაინც ითვლება რომ აი ახალბედა რაღაცა ესეთი საგნებია. მაგრამ გამერწმუნეთ რომ თუ მასწავლებელი არის ენთუზიასტი თავისი საქმის და მე კიდე დარწმუნებული ვარ რომ ამ საგანში არ შეიძლება ენთუზიასტი არ იყოს მასწავლებელი, ისეთი საგანია, ხო? ის ახერხებს რომელ კლასშიც არ იყოს დაწყებითები იქნება, საბაზრო საფეხური იქნება თუ საშუალო საფეხური, რაღაცა საინტერესოდ შეფუთოს და ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ერთი მომენტი, საკუთარი ხელით გააკეთებინოს პროექტი მოსწავლეებს. და როგორც კი პირველი ასეთი პროექტი გაკეთდება, იქ ავტომატურად ჩნდება мотиваცია და არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მათი მშობლებისაც. და ძალიან ბევრი 10 უკვე ჩემი ყოფილი სტუდენტისგან, კურსდამთავრებულებისგან, რომლებიც მთელ საქართველოში არიან მიმოფანტული და ასწავლიან, სწორედ ამ საგანს ასწავლიან სკოლებში, გამიგია ზუსტად აი ეს ასეთი მიზიარებენ ხოლმე ამ გამოცდილებას, რომ თავიდან რასაკვირველია მათაც უჭირთ, მათაც ესმით ხოლმე აი ეს კითხვები, რომ რაში ჭირდება და ეხლა კიდე ამითი დატვირთეთ ვთქვათ და ჩემდა სამწუხაროდ ზოგჯერ სკოლის ადმინისტრაციაც კი არა მხოლოდ მშობელი, სკოლის ადმინისტრაციაც ზოგჯერ ასე უდგება ხოლმე ამ საგანს და მე უკვე ჯაჭვური რეაქცია და ვთქვათ მშობლებიც სვამენ ხოლმე ამ კითხვებს, მაგრამ ერთი წარმატებული ღონისძიება, სადაც ბავშვები არიან ძალიან აქტიურები, ხო, ბავშვების ფანტაზია საზღვარი რო არ აქვს, ეს ხო ყველა მის საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, ხო? და აი როგორც კი ისე შეფუთავ ამ თემას, ჯერ აარჩევ მათთან ერთად აი ამ თემას, ხო? რა თემაზე გინდა ვთქვათ რაღაცა პროექტის გაკეთება. და მე ისე არიან ჩართული, რომ იმ ძალიან ტრადიციული და ჩემგან დიდი პატივისცემა რასაკვირველია ამ სასკოლო საგნებს, იმ საგნებისკენ გახედვა არ უნდათ ხოლმე და ყოველ რაღაცა 10 და 15 წუთი თუ გამოუჩნდება თავისუფალი სკოლაში, ისევ ხელოვნებით პედაგოგთან მორბიან და ისევ ერთი სული აქვთ, რომ აი ამ პროექტით დაკავდნენ. და მარტივი ასახსნელია ძალიან, იმიტომ რომ ხედავენ შედეგს, პრაქტიკულად საკუთარი ხელით გაკეთებულ შედეგს. ეხლა აი ერთი სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემა რომ გვაქვს აი ამ კვლევაში ჩვენ, ხო? მე მაგალითად გამიგია ასეთი მოსაზრება ბევრგან ჩვენი სახელმძღვანელოს მიმართაც გამოთქმული და სხვა სახელმძღვანელოების მიმართაც თქმული თუ რამდენად არის დაბალანსებული ვთქვათ თეორიული ნაწილი, თეორიული ცოდნა, ანუ ხელოვნების ისტორია მარტივად რომ ვთქვათ, ასე და შემდეგ ვთქვათ პრაქტიკული ნაწილი. და ზოგჯერ მასწავლებელს ურჩევნია ხოლმე პრაქტიკულად ამუშაოს მოსწავლეები, რადგან იქ ნაკლებად მოეთხოვება მას ღრმად ვთქვათ თეორიული მასალის ცოდნა და სხვა არის კიდევ ის რომ ძალიან გულახდილად უთქვამთ ხოლმე პედაგოგებს ჩვენთვის რომ იცით რა ჩვენც ფაქტიურად
აი ის ვიცით რაც წერია თქვენ წიგნებში, იმიტომ რომ აი სულ ბოლო დრომდე ქართულენოვანი ლიტერატურით საერთოდ არ ვიყავით განებივრებული, ასე ვთქვათ, ხო? და ამიტომ ესეც არის ხოლმე მასწავლებლის რაღაც мотиваცია, როდესაც გეუბნება, რომ იცი რა, მე უფრო პრაქტიკულ საქმიანობას ვარჩევ და არა თეორიას. აქაც მინდა ასეთი რამ გაგიზიაროთ უბრალოდ აი ჩემი დაკვირვება. რა საკვირველია ძალიან სახალისოა, მოსწონთ ხატვა, წერწვა, არატრადიციული მასალებით თქვათ, მუშაობა ბავშვებს უყვართ ძალიან, მაგრამ ნახეთ, რამდენი წლის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ ახატინო, აძერწინო, თქვათ, ანუ ეს რესურსი ნელ-ნელა იწურება და ერთი კიდე დაკვირვება, რომელიც მერე ფსიქოლოგებმაც დამიდასტურეს, ახლა ამ წლების განმავლობაში 2006-დან დღემდე პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასში როგორც წესი, ყველა ბავშვს გონია, რომ შესანიშნავად ხატავს, ანუ ყოველთვის ამაზე არ ფიქრობენ. აი, აქვს ხატვის ნიჭი თუ არა აქვს ხატვის ნიჭი. მაგრამ სადღაც მე-6, მე-7, მე-8 კლასში უკვე ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება ხოლმე ვის აქ მართლა ბუნებრივად ეს ნიჭი, ხო? აი შეუძლია რაღაცა გადმოხატოს, შეუძლია ჩანახატი გააკეთოს, თქვათ, ხო? რაღაცა რეალისტურად დახატოს. და თუ ამ საგნის ქვაკუთხედად ჩვენ მარტო ამას გავხდით, ნახეთ როგორი კონტრპროდუქტიული იქნება. მე-4 კლასის ზემოთ მოხდება აი ეს დიფერენცირება, რომ მე რა უნდა ვხატო, აგერ ჩემი გვერდით ადამიანი, მოსწავლე, ჩემივე თანაკლასელი, გადასარევად ხატავს და მე არ გამომდის, აი ხო ეს ბუნებრივი ნიჭი არა მაქვს. ისევ მივადექით, ნახეთ რა პრობლემას ჩვენ რა ამოცანა გვაქვს. ხატორები, ნახო ხატვარს როცა ხელოვანს გულისხმობ, ხო? აი არტისტი ხელოვანი გამოვიყვანოთ, ასე ვთქვათ, ყველა თუ ყველა ადამიანში ჩადებულ შემოქმედებით პოტენციალს გავუხსნათ გზა, გავხსნათ კარი და ვაჩვენოთ. ერთი წუთით ბოდიშს გიხდით შეგახსენებთ. ერთი რაღაც ჩართვა მინდა გავაკეთო, ქალბატონ ქეთევან შარიქაძე წერს ამ შემთხვევაში ესეთ რამეს, რომ საშუალო ძალიან საინტერესოა ხელოვნების და მუსიკის პროექტების საშუალო საფეხურზე, მაგრამ რამდენად საჭირო იყო ამისი ჩართვა საშუალო საფეხურზე და ამასთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბროთ თუ არის კი ბატონო. ქალბატონ ქეთევანს რომ უპასუხოთ. კი ბატონო, ზუსტად მაგეთკენ მივდივარ მე, რომ რაც აი ასაკი ემატება, ვთქვათ, ხო? იქ ფოკუსი, ასე ვთქვათ, აი ამ საგნის, ასე ვთქვათ, ფოკუსი იცვლება, იმიტომ რომ რა მიზანს ემსახურება, აი მაგალითად, ვთქვათ, მე-10 კლასში თქვენ იცით შესანიშნავად, რომ იქ სახელმძღვანელო ეხლა არ არის, ადრე იყო, ანუ 10 კლასი სავალდებულო იყო, ეხლა მე-10 კლასში სავალდებულოა, მაგრამ არის პროექტული სწავლება და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რა მიზანს ემსახურება ის პროექტები, იმიტომ რომ პროექტი მაინც კიდე განსხვავებული რამ არის. მაგრამ აი თუ გადავხედავთ იმ პროექტების თემებს, რას დავინახავთ ჩვენ? ეს უკვე აღარ არის მხოლოდ შემოქმედებითი უნარების, ასე ვთქვათ, განვითარება და რაღაცნაირად ამ მიმართულებით წაყვანა. პროექტები არის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, დაცვაზე, სამოქალაქო და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე. პროექტები არის იმაზე, როგორ დავინახოთ, აი ჩვენ გარშემო რეალობაში, როგორ დავინახოთ სად არის ხელოვნება არის მუზეუმში მარტო, ან საგამოფენო დარბაზში, სადაც ჩვენ თქვა დასათვალიერებლად მივდივართ, მოგვეწონა კარგია, არ მოგვეწონა, მოვდივართ და ის ხელოვნება იქ რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ, თქვა, ყოველდღიურ ცხოვრებას. თუ არსებობს ჩვენ გარშემო სამყარო არის გაჯერებული ამ ხელოვნებით. უბრალოდ ადამიანები ამაზე არ ფიქრობენ, რომ მაგალითად არქიტექტურა, ანუ საცხოვრებელი სახლი, ვთქვათ, არ ვიცი, ბიბლიოთეკა, სკოლა, უნივერსიტეტი, ყველანაირი, აი პირდაპირ ისეთი უტილიტარული დანიშნულების, ვთქვათ, ნაგებობები, ეს ხო არქიტექტურის
ეს არის რა ქვია, ძეგლი ასე ვთქვათ, ხო? ეხლა მე განშორს ვარ იმისგან, რომ ვთქვა, რომ ნებისმიერი ნაგებობა არის ხელოვნების ნიმუში, მაგრამ იდეაში, როცა არქიტექტორი იწყებს მუშაობას, ეს ხომ სწორედ რაღაცა ორიგინალური შექმნის სურვილია რა. ანუ შენ გინდა არ გინდა ამასთან მუდმივად გაქვს კონტაქტი. ვთქვათ, მინდიხარ ქუჩაში, დგას რაღაც ძეგლი, რომელსაც ძალიან ბევრი ჩვენგანი საერთოდ ისე ჩაულის შეიძლება არ შეხედოს ხოლმე, ხო? ანუ ესეც ამ გარემოს შემქმნელი რაღაც ელემენტია. ეხლა დავფიქრდეთ იმაზე, ნებისმიერი ნივთი, თუნდაც საყოფაცხოვრებო, თუნდაც სამოსი, რომელიც გვაწვია, ეს ხომ დიზაინის ელემენტებით არის. ანუ დიზაინერის მოფიქრებული და გაკეთებულია რა. პრაქტიკულად ჩვენ აი ამ პროექტებით სწორედ ამას ვასწავლით, იმიტომ რომ იქ არის 2-3 პროექტი ასეთი, მიმოიხედე გარშემო, აღმოაჩინე ხელოვნება შენ გარშემო სამყაროში და დაინტერესდი ვისი შექმნილი, აი რა პროფესიის ადამიანები ქმნიან ამ ხელოვნებას. და შესაძლოა მე 1-2 უკვე განხორციელებულ მერე პროექტს მეათე კლასელების მიერ განხორციელებულს დავესწარი კიდეც პრეზენტაციას და ძალიან მომეწონა ის, რომ მათი ვთქვათ, თანასოფლელი ან თანამოქალაქე ვიღაც აი ამ კუთხით დაფიქრდნენ და აღმოაჩინეს, რომ უბე ეს ადამიანი ძალიან კარგი ნაცნობი, ვთქვათ, მისი ხელოვანი ყოფილა, წავიდნენ, ჩაწერეს ინტერვიუ, ახლა იმათაც როგორ გაუხარდებათ, ბუნებრივია, ხო? რაღაცა თავისი გამოცდილება უამბეს, ისეთი ცოცხალი და რაღაცა გულწრფელი კონტაქტი შედგა, რომ მე ვფიქრობ, რომ იმიტომ არა, მე რამდენჯერ ვიმეორებ ამას, იმიტომ კი არა, რომ ხელოვანი გამოვიდეს თვითონ, უბრალოდ ამაზე დაფიქრდეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაცა პროფესია, ვთქვათ, აირჩიო შენ. კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იყო, როდესაც მეათე კლასის ამ პროექტების სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნს უბრალოდ წერდით, ჩვენ იქ გვაქვს ასეთი თემა, არატრადიციული მასალებით შექმნილი ხელოვნება. არა ზეთისაღებავით, არა ვთქვათ თიხით მარტო, ანუ აი ეს სრულიად ესეთი აი ჯართით შეიძლება, ხო? აი რაღაც ნარჩენებით და დღეს თანამედროვე ხელოვნებაში როგორი დიდი მიმდინარეობა არის, ხო? ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობა არის, რომელიც პრაქტიკულად იმითი იქმნება, რაც ადამიანებს არენანებად, ვთქვათ, გადასაყრელად და პიკასო ამისი არაჩვეულებრივი მაგალითი, ეს ძალიან კარგად ცნობილი ამბავია, როგორ მოქონდა ხოლმე თავის სახელოსნოში, სადღაც ქუჩაში პოულობდა გადაგდებულ რაღაცა ნივთებს, მოქონდა იმ წუთას ხოშორს არც იცოდა, რისთვის მოქონდა. და ესე დახვავებული ქონდა სახელოსნოს ერთ კუთხეში და მე დადგებოდა რაღაცა მომენტი, აქ გააკეთებდა კოლაჟს და აღმოაჩენდა, რომ აი ეს რაღაცა ნავიდან გადაგდებული რაღაც ნივთებიდან ამოღებული და გადარჩენილი, ვთქვათ, თოკის ნაწილი ან რაღაცა მუსიკალური ინსტრუმენტის, ვთქვათ, რაღაცა ფრაგმენტი გამოადგა და აღმოჩნდა, რომ აი რაღაცა წამყვან ელემენტად იქცა. რატო ვუსვამ ამას ხაზს, იცით? აი დასაწყისში ვთქვი, რომ ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი თქო და ჰარმონიული განვითარება მარტო ცოდნას ბევრ საგანში არ გულისხმობს. ჰარმონია დგება მაშინ, როდესაც ეს სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნა შენ შეგიძლია პრაქტიკულად გამოიყენო და რაღაცა სიცოცხლე შთაბერო ამას. და აი აქ ამ თვალსაზრისით და აი ახლა ქალბატონი ქეთევანის კითხვას ვცემ პასუხს, რომ ეს საშუალო საფეხურზე იყო საჭირო თუ არ იყო საჭირო. მე მგონია, რომ ამ რაკურსით, ხო? აი შემოქმედებითობა როგორ გავაღვიძოთ, ხელოვნების ნაწარმოების გასაკეთებლად კი არა, უბრალოდ სამყაროში, ასეთ გამოთქმას ვიხმარ, მომიტევეთ შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ფართოდ გაფელილი თვალებით რო იარონ და რაღაცა დაცქვეტილი ყურებით, ასე ვთქვათ და იმის უნარი გქონდეთ, რომ
აი სამყაროდან რისი შემეცნებაც შეგვიძლია, რისი დანახვაც შეგვიძლია, აი ეს ყველაფერი საკუთარ თავში დავაგროვოთ და ძალიან მნიშვნელოვანი მერე პოტენცია, ჩვენი საკუთარი პოტენცია რაიმე ხერხით გამოვხატოთ. იყოს არატრადიციული მასალები, არატრადიციული რესურსი, ხო? ასე რომ მე მგონია, რომ მარტო მე-10 კლასში კი არა, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში ეს საგანი, იცით, ლაკმუსის ქაღალდი არის პროფორიენტაციისთვის. იმიტომ რომ ჩვენი ძალიან დიდი გასაჭირი არის სწორედ ეს. ახლა როგორ არის ეს მოწყობილი ყველა თქვენგან მაგაზე, რომ იცის, რომ მე-12 კლასს ავთავრებ და იქვე უნდა პარალელურად, ასე ვთქვათ, აი გუშინ დავთავრდა მე მგონი, ხო, ეს აბიტურიენტად დარეგისტრირება და ჯერ არაფერი არ იცი, ძალიან პატარა პროცენტს აქვს ეს შეგნებულად, ასე ვთქვათ, არჩეული თავის პროფესია და ფაქტიურად რაღაცა ბრმად ირჩევენ პროფესიას და აი ეს წლები მე-10, მე-11 და მე-12 სწორედ იმ მიზნით რომ გამოგვეყენებინა, რომ აი ამ ტიპის პროექტები აკეთონ მოსწავლეებმა და რაც შეიძლება მეტი და ფართო სპექტრით, ასე ვთქვათ, დაინახოთ, ხო? აი რა პროფესიები ახმებით ნამდვილად ბოდიშკი აი მე მგონია, რომ პროფორიენტაციისთვის ეს არის არაჩვეულები, აი იმ წუთშივე გამოვლინდება ყველაფერი და მე ეს გაყვება მთელი ცხოვრება. და ეხლა აი სანამ ჩვენ გავიდოდით მასში ღია ეთერს ლაივში, მანამდე ვსაუბრობდით რამდენიმე წუთი და ეხლა მინდა რომ გავიმეორო, რომ დღეს მხოლოდ ჰუმანიტარები კი არა, მთელი ბიზნესის სამყარო საუბრობს ამას და თუ კი რამე აი ესეთი პოპულარული და ძალიან მნიშვნელოვანი ზოგჯერ ხო იწერება ესეთი პოპულარული წიგნები აი ბიზნესზე ვთქვათ, ხო? როგორ გახდე ბიზნესმენი, როგორ რაღაცა პროექტები როგორ გააკეთო, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანი არის შემოქმედებითი მიდგომა. შემოქმედებითი მიდგომა სხვანაირად შეიძლება გადავთარგმნოთ, როგორც არასტანდარტული მიდგომა. რაღაცა ახალი გამოსავალი უნდა მოძებნო. ამას ასწავლის ეს საგანი. როგორ შეიძლება აი ეს პოტენციური შენი შესაძლებლობები გამოიყენო და იყო ორიგინალური და იყო ძალიან საინტერესო. ერთ რაღაცას მინდა ახლა გამახსენდა, კიდე შევეხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი როცა კლასში რაღაცა თემას გადიხარ და მე არის რაღაც პრაქტიკული დავალება და ასრულებენ ამას, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი მე არის ამისი პრეზენტაცია. აი როგორ მოგაკ, ანუ უბრალოდ იღებ და კედელზე კიდებ ანიქ რაღაცა ფანჯრის რაფაზე დებ. დღეს ხომ მთელი მსოფლიო სწორედ ამაზეა გადასული, რომ აი როგორ მოახერხებ შენ წარდგენას, შენი ნამუშევრის წარდგენას, ხო? როგორ შეფუთავ ამას. ეს საპრეზენტაციო უნარები ამ საგანში რომ გამომუშავდება და მიზნად რას ისახავს, რა გააკეთე, როგორ გააკეთე, ჩანაფიქრი რა გქონდა და შენ თვითონვე შეაფასე, როგორ გამოგივიდა, რა გაგიჭირდა, რა გაგიადვილდა. ეს მარტო სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ეხება, ეს ეხება ყველაფერს. რა პროფესიაც არ უნდა აირჩიო. მერე ეს უნარი არის პირდაპირ აი საბაზისო უნარი, აი ტრანსფერული უნარია. ყველგან გამოგადგება ეს უნარი. ისე რომ მე მგონია, რომ ამ საგნის მიმართ აი ეს დამოკიდებულება ისევ ჩვენს ხელთ არის, იცით? აი ჩვენ და თქვენ მასწავლებლებმა ერთობლივი რაღაცა ძალისხმევით უნდა მოვახერხოთ ამ სამწუხარო სიტუაციის ჯერჯერობით ამ სიტუაციის რაღაცნაირად შემოbrunება და მე მგონია, რომ ეს მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც მაგალითად მშობლები დაინახავენ თვალებ გაბრწყინებულ შვილებს, რომლებიც არიან ჩართული აქტიურად და რომლებიც არ ასვენებენ მშობლებს, იმიტომ რომ აი რაღაცა დავალება აქვთ, რაღაცას ეკითხებიან, რაღაც მასალას ვთქვათ, თქო, მასალას არ გულისხმობ ძვირ
მასალას წამოდი მიყიდე, სახლში აღმოაჩენენ რაღაცა ძველებურ ქსოვილს მაგალითად, ან მაგალითად თქვათ, გვაქვს ჩვენ ასეთი გაკვეთილები რამდენიმე სახელმძღვანელოში რამდენიმე კლასის ალბომები გადაშალეთ ფოტო ალბომებით ხო. ყველა ოჯახშია საქართველოში აი ვეღა ბებია ბაბუა იმისი კიდე ვეღაცა დიდი ბებია დიდი ბაბუა იმის ფოტოსურათები და უკვე იმის მიმართაც რო გაღვივდება ინტერესი რომ თურმე როგორი საინტერესო ყოფილა თურმე იმაზე დაკვირვება შეიძლება როგორ ეცვათ როგორი ვარცხნილობა ქონდათ როგორი სამკაული ეკეთათ და თავი როგორ ეჭირათ ხო ეს მერე ოჯახის ყველა წევრი ამაში არის მერე ჩართული და თვითონ ერთმანეთს ასწრებენ რა შემატონ მერე ამ თვალსაზრისით როგორ გააფერადონ ასე ვთქვათ ეს ცოდნა ესე რომ მე მგონია რომ ქალბატონო რა თქმა უნდა გეთანხმებით ძალიან ბევრი კომენტარი იწერება არა მარტო ხელოვნების და მუსიკის მასწავლებლები ესწრებიან დღეს ჩვენს შეხვედრას არამედ სხვა საგნის მასწავლებლებიც და წერენ როგორ აღწევენ და როგორ ინტეგრაციას და როგორ იყენებენ აი ძალიან ბევრი კომენტარი იწერება ამასთან დაკავშირებით და ერთი ორი სიტყვით ამასთან დაკავშირებითაც რომ კიდევ თქვენ კი ისაუბრეთ ამ საკითხზე ძალიან მიხარია იმიტომ რომ აი თავიდან როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით რომ ეს განყენებული რაღაც საგანი კი არ არის არამედ პრაქტიკულად ყველა სასკოლო საგანთან აქვს კავშირი ცოტა ესე უნდობლად და რაღაც სკეპტიკურად ვიყურებდნენ და მერე აი ვინც გამოსცადა ასე ვთქვათ საკუთარ თავზე ხო ეს ფიზიკა რო ფიზიკა იქაც კი აი მაგალითად ფერებთან ვთქვათ ფიზიკა და ქიმია ისე კარგად და ისე საინტერესოდ შეიძლება ამის დაკავშირება რომ მე ქიმიაში ანუ ეს საგანი მე ახდენს აი ცდებს რო ატარებდნენ მაგალითად ფერების შერევა ვთქვათ ხო აი როგორ უნდა მიიღო აი სამძირითადი ფერიდან ვთქვათ დამატებითი ფერები როგორ უნდა მიიღო მე იმ ქიმიაში უჩნდებათ უმაღლდებათ მოტივაცია არათუ მარტო ამ საგანში არ არსებობს ისეთი საგანი სადაც ხელოვნება არ შეიძლება ასე ვთქვათ რაღაცა ხიდად გამოიყენო იმიტომ რომ ხელოვნების ძალიან ძლიერი იარაღი რა არის ზემოქმედების უნარი ემოციური ზემოქმედება და ჩვენ დღევანდელ სამყაროში სადაც ადამიანები გაუცხოებულები არიან რაღაცა თავში ჩაკეტილები არიან ნუ დღევანდელობის ჩვენი პრობლემებია ხო მთელ მსოფლიოში არის ასე ხელოვნება რჩება იმ ერთადერთ რაღაცა სარკმელად თუ შეიძლება ითქვას რომელიც მომენტალურად ატყვევებს და აერთიანებს ხო სრულიად განსხვავებული ტრადიციის არ ვიცი რწმენის უსოფხედველობის ადამიანებს და არაფერს არ აქვს მნიშვნელობა არც კანის ფერს არც თვალის ჭრილს და საერთოდ არაფერს ახლა აქ ერთი ორი სიტყვა მუსიკაზეც უნდა ვთქვა კი მართალია მე ხელოვნებაცოდნე ვარ და ალბათ უმრავლესობა ჩვენი საგნის პედაგოგები არიან მაგრამ მუსიკას აი ენა აქვს მუსიკას მომენტალურად იგებ ყველაფერს რასაც გიყვება მუსიკა და მომენტალურად გაერთიანებს ეს არის ხელოვნება ხელოვნების იარაღი არის ეს რომ მე აი ხელოვნების ენით სულ რო არ ვიცოდე ვეღაცა სხვისი ენა ისე ზუსტად შემიძლია გავუზიარო ჩემი ემოცია და ყველაზე მთავარი მასშიც გამომიწვიო ეს ემოციური მუხტი ხო და ეს არის ყველაზე დასაფასებელი ასე ვთქვათ და ამ სფეროს ყველაზე ესეთი ნიშანი ასე ვთქვათ არის ეს რასაკვირველია ეს უნდა გამოვიყენოთ ერთი ასეთი გამოცდილებაც მინდა რომ გაგიზიაროთ ბევრი წლის წინ ალბათ ერთი 10-11 წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ ასეთი პროექტი თვითონ არ ვიცოდით აი შედეგს როგორც მოგცემდა პროექტი თავდაპირველად პირველ საშუალო სკოლასთან ერთად გავაკეთეთ ავიღეთ ისტორიული ანუ შეთავაზება იყო ასეთი რომ მოდი ავიღოთ რომელიმე ისტორიული ძეგლი და გადავწყვეტეთ რომ ეს ყოფილიყო ანჩისხატი იმიტომ რომ იქვეა და მარტივად შეიძლება ჩახვიდე და
რამდენჯერმე ასე ვთქვათ მოინახულო და გავაკეთეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც აკადემიის სტუდენტები მუშაობდნენ სკოლის მოსწავლეებთან. ოღონდ ესეთი სამიზნე ჯგუფი ჩვენთვის, აი ფოკუსი იყო მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასი. და ვთხოვეთ, ავხსენით რა გვინდოდა. ნებაყოფლობითი იყო ამ პროექტში ჩართვა, ძალიან ბევრი მოსწავლე გამოგვეხმაურა, გავაცანით სტუდენტები და მოსწავლეები ერთმანეთს, რამდენჯერმე ერთად ვიყავით ანჩისხატში. ხოჭო ძალიან საინტერესო იდეები თვითონ, ნუ ახლა გარდა იმისა, რომ არქიტექტურა როგორია, ვთქვათ, იქ რაღაცა დეკორი როგორია, ფასადი როგორია, ვთქვათ, მოხატული არ არის მოხატული, როგორი რა პერიოდის არის. ეს გასაგები იყო. თვითონ ისეთი საინტერესო იდეები ქონდათ, რომ მოდი მე აი ამას შევისწავლი, მოდი რაღაცა ამას გავაკეთებ. ერთი სიტყვით ჩვენ სადღაც აი მეორე შეხვედრაზე უკვე ძალიან ხნარად ვიყავით, იმიტომ რომ მივხვდით, რომ სტუდენტებსაც ძალიან მოეწონათ ბავშვებთან მუშაობა, ბავშვებს მოეწონათ სტუდენტებთან მუშაობა, მაგრამ ფინალი ამ პროექტს ჰქონდა სრულად აი როგორ გითხრათ, გულის ამაჩუყებელი. ახლა სკოლაში ხო გავრცელდა ეს ამბავი, რომ აი ესეთი პროექტი კეთდება, უკვე დანიშნული იყო პრეზენტაცია, სადაც მთელი სკოლა და ნუ თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი ვთქვათ, მშობლები შეიძლება მოსულიყვნენ, ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ ესე ვთქვათ, დანაწილებული იყო, ხო, ეს ფუნქციები და აი ესე ანჩისხატის მთელი ისტორია, მისი არქიტექტურა, ყველაფერი მის შესახებ, ვთქვათ, რაღაცა წერილობით წყაროებში როგორი ცნობებია, დღეს როგორ გამოიყურება, აი ყველაფერი უნდა აი ამ პრეზენტაციაში გაეცოცხლებინათ აი ამ დამსწრე საზოგადოების წინაშე. და მოხდა რა, ერთ-ერთ ბოლოს წინა რაღაც გასვლაზე, ისევ ამ ანჩისხატში რომ ჩავიდნენ, გამოყვნენ უმცროს კლასელები. და თქვენს რომ ჩვენც გვინდაო ამ პროექტში მონაწილეობაო. სადღაც მე-3 კლასელები, მე-4 კლასელები, ხა ამათ რა წერილობით წყაროებზე იმუშავე და იქ რაღაცა ვთქვათ არქიტექტურის თავისებურებებზე და თვითონ მონახეს არაჩვეულებრივი გამოსავალი. წამოიღეს სახატავი გვეულები, წამოიღეს ფანქრები და დაიწყეს ეზოში, ანჩისხატის ეზოში დაიწყეს ხატვა. აი დღეს როგორ გამოიყურება. და აი ამ საბოლოო მასე პრეზენტაციაზე ყველაზე დიდი მოწონება მე მგონი აი ამ პატარა მოსწავლეებმა დაიმსახურეს თავისი ნახატებით და აი ესე გულწრფელად შესრულებული თავის და თან რაც მთავარია ყვებოდნენ ამ ამბავს. რომ როგორ ფიქრობდნენ რომ აი ჩვენც რო ცოტა გავიზდებით, მერე კიდე ხომ მოვლენ სტუდენტები და ჩვენთან ერთად ხა სტუდენტი ეთყობა მოსწავლისთვის სტუდენტი რაღაც კიდე სხვა ის არის ხო? ასე წარმოუდგენია რომ აი გაიზდება თვითონაც სტუდენტი იქნება. ისეთი გულის ამაჩუყებელი ამბავი იყო და იცით რა შეიძლება არ ვიცი შეიძლება მე იდეალისტი ვარ, მაგრამ მე მგონია რომ როდესაც მოსწავლე აი ესე მთელი გულით საკუთარ ისტორიაში კულტურული მემკვიდრეობის თქვათ ისტორიაში ჩართულია და ჩახედულია რაღაცას იკვლევს, გულის შესტკივა ამ ძეგლებზე, ვთქვათ, აღწერს ამ ძეგლებს და მერე გეკითხება, რომ აი რაღაცა იქ სადღაც რაღაც დაზიანება, აი ვის შეიძლება რომ ვაცნობოთ, რომ მოუარონ ამ ძეგლებს, აი მგონია რომ ეს კარგი პიროვნება იზრდება. თვითონ არაფერს არ დააშავებს, არანაირ ბარბაროსულ ყველას გინახავთ ხო, აი რაღაცა დახატული, მიწერილი, მოჩხაპნილი, აი ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, აი მგონია რომ არ გააკეთებს არავითარ შემთხვევაში ამას და საერთოდ იქნება მოქალაქე, რომელსაც ეცოდინება, რომ მარტო სახელმწიფო კი არ არის ვალდებული შენ რაღაცა გიკეთოს, შენ თვითონ ხარ ვალდებული, რომ აი ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობ და სხვა შორის ეს ქვეყანა მულტიეროვნული, მულტიკულტურული ქვეყანაა და ესეც არის ჩვენი, ну, აი არ ვიცი, როგორი საგანძური, ხო? რამდენი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ყველაფერი ჩვენი მოსავლელი და გასაფრთხილებელია და აი ასეთი მოქალაქეები ამას ბავშვობიდანვე აცნობიერებენ, რომ ეს მათ მხრებზე, ასე ვთქვათ, ეს ტვირთი. ესე რომ
აი ეს რაც თქვენ დანეთ ახლა გალტონინო რომ აი ინტეგრაცია საგნებთან ვთქვათ არაჩვეულებრივი საშუალება არის ხელოვნება რომ ემოციურად დაუკავშირდნენ არა მხოლოდ იმიტომ რომ ну კარგია რომ ესა და ეს საგანი იცი არა ცოცხალი და უწმფელი და ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეთ სხვა საგნებთანაც და ხელოვნების გზით ამის აქტივირება თქვათ ადამიანში. მადლობა დიდ ქალბატონინო. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი თანაწამყვანი ქალბატონი მარიამი არის საზღვრისპირა სოფელში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ხელოვნების მასწავლებელია და ერთი თხოვნა მაქვს რამოდენიმე წუთი მოусმინოთ ქალბატონ მარიამს. მას უშუალოდ რა პრობლემები აქვს და მერე თქვენ რომ გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება. ნინო, გეთახმები იმაში, რომ პრობლემები ყველა სკოლაშია, ყველა საგანთან დაკავშირებით, მაგრამ ქალბატონი ნინო იმდენად ზუსტად, იმდენად კარგად საუბრობს ამ პრობლემებზე და აღმოფხვრებზე, რომ აი მე იმ წუთში უკვე ჩემ პრობლემებზე საუბარიც რაღაცნაირად მერიდება, იმიტომ რომ რაღაც უბნიშნელო მომეჩვენა ეს პრობლემა, რაღაც, მაგრამ მაინც ვიტყვი. რა თქმა უნდა, ყველა სკოლაში და ჩემ სკოლაშიც არის ის პრობლემა, რომ რესურსების ნაკლებობა გვაქვს და მთავარი მე რაც მაქვს პირადად დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს კაბინეტური რაცშიც მეშლება ხელი. იმიტომ რომ კაბინეტი რომ მექნება ჩემი საკუთარი ხელოვნების კლასი, თითქმის ყველა თვალსაჩინოება, რომელიც თქვენი არ იყოს, მოსწავლეც ქმნის საკუთარი ხელით და მეც ვქმნი მათთან ერთად, გამოფენილი იქნება, იქვე მექნება და მე დროს აღარ დავკარგავ და არც გვაქვს დასაკარგი დრო ნამდვილად გაკვეთილზე და მოსწავლეები უკვე მათთვის ხილული იქნება ყველა ის რესურსი, რაც თემასთან დაკავშირებით დაგვჭირდება. აი ეს მქონდა ძირითადი პრობლემა და ბავშვები წუხან, რომ თეორია დიდია, ანუ ურჩევნიათ პრაქტიკული სამუშაო შეასრულონ, მაგრამ რა თქმა უნდა მე წინააღმდეგი ვარ, უკვე ეგ სხვა პრობლემა აქვს, მასწავლებელს თეორიული კუთხით მიდის თუ პრაქტიკული კუთხით მიდის, მაგრამ ჩემთვის ორივე თანაბარი არის. იმიტომ გაკვეთილზე მინდა ვაჩვენო მოსწავლეს როგორც პრაქტიკული მხარე ამ საგნის, ასევე თეორიულადაც განვითარდნენ და პრობლემა კიდევ ის არის, რომ ტესტებს რომ ვაწერინებ, უჭირთ ტერმინების, ამაზე მუშაობ, მაგრამ მაინც უჭირთ ტერმინების, აი ზღვა ტერმინების შესწავლა, ასე რომ ვთქვათ. და ალბათ მარტო მე არა მაქვს ეს პრობლემა, თითქმის ძალიან ბევრ ხელოვნების პედაგოგს ექნება ეს პრობლემა და რა ვიცი, კიდევ კომენტარებიც წერენ ძალიან ბევრი. მოусმინოთ და მე ძალიან ერთი საინტერესო კომენტარი მინდა გავაჟღერო, ქალბატონ ნინოს მოусმინოთ ჯერ. ხო, აი ტერმინებთან დაკავშირებით ქალბატონ მარიამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აკადემიაში გვაქვს ხო ესეთი ინიციატივა, ჩვენ რომ გავაკეთოთ სამუშაო ჯგუფი და ლექსიკონი გავაკეთოთ ქართულენოვანი ლექსიკონი სახელოვნებო ტერმინების და იქ სწორედ შეიძლება ნუ ეს რასაკვირველია სტუდენტებისთვისაც იქნება და მოსწავლეებისთვისაც, მაგრამ ზოგჯერ მინდა გითხრათ, რომ დაზუსტებულიც არა გვაქვს ესა თუ ის ტერმინი, აი ქართულად თქვათ, როგორ არის უფრო სწორი და როგორ უნდა ვიხმაროთ, ესეც არ არის ხოლმე დაზუსტებული. ხა, რაც შეეხება სასწავლო პროცესში ტერმინის დასწავლას, მოდი ასე ვთქვათ, ხო? მე მიმაჩნია, რომ ტერმინი იმდენად რამდენადაც რას აღნიშნავს ეს ტერმინი, აი ეს უფრო მნიშვნელოვანია. თუ ამაში დავწმუნდით, რომ ადამიანმა იცის
ვთქვათ, აი რა ვიცი რა ვთქვათ, აი მაგალითად პორტრეტი, ავტოპორტრეტი ვთქვათ, ხო, რომ აი ავტოპორტრეტი რა არის, როცა საკუთარ თავს ხატავს ადამიანი, ხო? არ მეშინია ხოლმე იმისი, რომ ვთქვათ ტერმინი, თუ მე ვხედავ, რომ აზრი გაიგო ამ ტერმინით აღნიშნული მოვლენის ან რაღაც ფაქტის, არ მეშინია იმისი, რომ აი რაღაცა ან დამახინჯა ტერმინი, ან უცბად ვერ დაიმახსოვრა, ამიტომ ტერმინებით ნაკლებად ვაკეთებთ ხოლმე ტესტებს, სადაც არის ტერმინი, თუმცა გვაქვს აი რაღაცა კროსვორდები გვაქვს, თქვათ, სადაც ეს ტერმინები უნდა გამოიყენონ, მაგრამ არ გამოვიტანდი როგორც მთავარ კრიტერიუმს, თქვათ, ამის დამახსოვრებას, იცით? ერთი გაკვეთილიდან მეორე გაკვეთილზე, მეორედან მესამეზე ეს რომ მეორდება, ძალდატანების გარეშე მოხდება მერე ამის შესწავლა. თავარია არ ავწდეთ, აი საშიში რა არის, იცით? როდესაც არასწორად ისწავლის. და ეს ამას აი ტელევიზორს რო ჩართავ, ყოველ საღამოს გაიგონებ, ამას ახლა შეიძლება ხელოვნების ტერმინებს არ ეხება, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის რაღაც ტერმინები და ძალიან ეჭვმეპარება ხოლმე, რომ ой, ამ ადამიანს ეტყობა რაღაცა არასწორად აქვს ნასწავლე, ეს ის ტერმინი არ არის, რომელიც უნდა ეს უფრო საშიში და ესეთი აი ყურადღების გასამახვილებელი ამბავია. ეს რაც შეეხებოდა აი ამ თქვენ მოსაზრებას. ქართულენოვან სახელმძღვანელოებთან მე ვამბობ რესურსთან, სასწავლო არა სკოლის სახელმძღვანელოებთან. ამასთან დაკავშირებითაც უნდა გითხრათ, რომ უკვე უბრალოდ აი გასულ წელს ძალიან ბევრი ქართულენოვანი წიგნის გამოცემა დაიგეგმა და აკადემიამ თავის თავზე აიღო ძალიან წაახალისა პედაგოგები, მაგრამ მოგეხსენებათ რა მუშაობა ერთია წიგნის მომზადებაზე, მაგრამ მერე რაღაცა ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ ჩვეულებრივ მოკვდავს, ნაკლებად შეუძლია ხოლმე ამის დაბეჭდა და ამიტომ ამითი წაახალისა აკადემიამ, რომ შეუქმნა ასეთი мотиваცია, რომ გაამზადეთ სხვადასხვა ტიპის კვლევები, ალბომები, ოღონდ ალბომები არა მხოლოდ აი ფერადი თქვათ რაღაც რეპროდუქციებით, არამედ კარგი წინასიტყვაობით, თქვათ კვლევით, სახელმძღვანელოებით და ჩვენ დავაფინანსებთ და გამოვცემთ, ისე რომ თქვენი ბიბლიოთეკებიც გამდიჯდება ამ თვალსაზრისით და უფრო ხელმისაწვდომი იქნება. და კიდე აი 1-2 წუთი თუ შეიძლება, ეხლა რახან ვიცი რომ ქალტონი მარიამი საზღვრისპირა მაშინ ასწავლის სკოლაში. რამდენიმე წლის წინ სამაჩაბლოდან ეს ის პერიოდია, როდესაც იყო კიდე კონტაქტი და აი რაღაც ისინი ორგანიზაციები ესეთ პროექტებს ახორციელებდნენ ხოლმე, აი თქვათ ერთი გზით, აი პირდაპირ საზღვრისპირა რომელიღაცა სოფლიდან ბავშვები ჩამოყავდათ სკოლის მოსწავლეები, იყო რაღაცა კულტურული პროგრამა, რაღაცას დაათვალიერებინებდნენ და საღამოს მე რაღაცა ეს პატარა საღამოს მართავდნენ და მე უკან მიყავდათ. ხო და ჩვენ არ ვიცოდით აი ამ კონკრეტული ამბის შესახებ, გავიდა სადღაც ალბათ 1-3-4 დღე და გვიკავშირდება ამირანაშვილი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი, რომელსაც ახლა ძალიან ახლოს არა, მაგრამ ვიცნობდით და ვიყვება ისეთ ჩემთვის, ისეთ აი როგორ გითხრათ, აი მამოტივირებელ და თან გულის ამაჩუყებელ ამბავს. იყო ჯგუფი, აი ამ საზღვრისპირ სამაჩაბლოდან, ხო და ჩავიყვანე ოქროს ფონდშიო. და ვუყვები რაღაცა ამაზე ვუყვები, იმაზე ვუყვები. რაღაცა ერთ ექსპონატზე პასუხობს ვიღაცა ერთი ბავშვი, რომ ой, ეს ჩვენ ვიცით რაღაც რომელიღაცა ხატი. უკან მივიყვანე მეორე ემასთან, ой, ეს ვიცით. კიდე რაღაც ეხლა 3-4-ჯერ რომ მითხრესო ამ ბავშვებაო, რომ ეს მე ვიკითხეო, რომ საიდან ჩვენო ხელოვნება, აი რა მასწავლებელი ყავდათ, წარმოგიდგენიათ იქ. ჩვენ ეს ვიცითო, გავდივართო, ჩვენო ამას ხელოვნებას სწავლობთო. ნუ ხო ძალიან გამიხარდა, მე აღმოჩნდა რომ არ ჩვენი სახელმძღვანელო, ამიტომ ვირეკავდა ჩვენ, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რომ დამთავრდა ეს აი ამ ოქროს ფონდის გაცნობა და ეხლა უნდა გააცილონ ეს ბავშვები და რაღაცა პატარა ფლაიერები თუ რაღაცა იქ აჩუქეს მუზეუმში, გამოეყო თურმე ამ ბავშვებს ერთი ბიჭი, მე-9 კლასელი იმ დროს
და ამ ადამიანს ეუბხო. ამათ რო თქვეს, რომ აი ამ სახელმძღვანელოთიო, ამ ადამიანს უთქვამს, რომ მე ვიცნობო ავტორებსო, მეცო ხელოვნებაცოდნევარო და ვიცნობო. გამოყო ეს ბავშვი ამ თავის კლასელებს და მოვიდა და თან მადლობა გადაუხადა და თან ეუბნება თქვენო თუ იცნობთო ამ ავტორებსო. აიო, გთხოვთო რომ გადასცეთო ჩემგანო ეუბნება სახელს და გვარს. ძალიან დიდი მადლობაო. იცით რაო? ეს საგანი რომ არ ყოფილიყო სკოლაშიო. წარმოგიდგენიათო, აიო, ხელოვნებაო ჩემთვისო. შეიძლება რაღაცა დახურულ წიგნად დარჩენილიყო და ეხლა ისეთი სამყარო გაიშალაო ჩვენ თვალწინო, აი ძალიან დიდი მადლობაო. აი გეფიცებით ამაზე დიდი ჯილდო არ მიმიღია რაღაცა ჯილდოები თქვათ და შექება და რაღაცა გამხარებია, მაგრამ ეს ამბავი რომ ახსენდება და რატო ვერ ვნახე ეს ბავშვები და აი რაღაცნაირად ავწდით ამას, მაგრამ ბავშვი მე-9 კლასელი გეუბნება რომ ეს საგანი სკოლაში რომ არ ყოფილიყო, ეს შეიძლება მე არ მცოდნოდა რომ ხელოვნება არის ასეთი სამყარო, აი ასეთი მდიდარი და არაჩვეულებრივი. აი რა კომენტარი უნდა გავაკეთო? რა მეორე ხარისხოვანი და რა მესამე ხარისხოვანი? პირველ ხარისხოვანია და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გეთანხმებით მადლობა, ხელმძღვანელო. გეთანხმებით აბსოლუტურად. მე ვთქვი წეხან რომ რაღაც კომენტარის საკითხვა მინდა თქო, ქალბატონი სოფიკო შავიშვილი წერს და თავის წავიკითხავ ზუსტად მის კომენტარს და მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ სოფიკოს. ჩემი მოსწავლეები ხატავენ ტილოზე და ვყიდით. უკვე ორჯერ დავეხმარეთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. ბერი ანდრიას ფონდს და ცინცაძის ფონდს საახალწლო და სარავამარტო გამოფენები მოვაწყვეთ. თან ვისწავლეთ, თან ვიხალისეთ და 1600 ლარი გადავრიცხეთ. ასევე რესურსებიც შევიძინეთ. ბავშვები ბავშვების დასახმარებლად. უკვე ბევრი ხელოვნების მასწავლებელი სხვა სკოლიდანაც შემოგვიერთდა. კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება აი მკაცრმოყვარეობაზე, ჰუმანურობაზე, ჰარმონიულ განვითარებაზე მოსწავლეს და როგორ მუშაობს ქალბატონი სოფიკო ამ კომენტარიდან გამოსადა გთხოვთ ქალბატონო თქვენ თუ გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით. რასაკვირველია ეს საგანი სწორედ ამღირებულებებს ამკვიდრებს და ამღირებულებებს აღზრდის ადამიანში და ცხადია რომ ეს არის პირდაპირ თქვა დანიშნულება, ხო? ამისი რომ აი რაღაცა ფაქიზი და გულისხმიერი ადამიანები გაიზარდონ და მხოლოდ სიტყვებით კი არა, რაღაცა ქმედებითაც შეძლონ, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ქმედითი დახმარების აღმოჩენა. ძალიან კარგი იდეაა ეს და თუ ვთქვათ, მართლა შევძლებთ ახლა აკადემიაში სტუდენტების და პედაგოგების საქველმოქმედო გამოფენები ძალიან ხშირად იმართება ან კონკრეტული პირის დასახმარებლად, ან რომელიღაცა ფონდში, ვთქვათ, გადავრიცხავთ ხოლმე. ხო, ერთი რაღაცაც მინდა კიდევ თქვა, რომ აი რომ ამბობენ ხოლმე, რომ ეხლა ხატვარი თუ გამოვიდა, მე როგორი ცხოვრობს ახლა ამ გაჭირებულ დროში. აი მინდა გითხრათ, რომ ერთი სურათი არ რჩება ხოლმე, ან მაგალითად სამკაული, რაღაც ნებისმიერი ნივთი, რაც გამოაქვთ ხელოვანებს საქველმოქმედო გამოფენებზე, ყოველთვის ყველაფერზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, ისე რომ მოთხოვნა საზოგადოებაში ხელოვნების ნაწარმზე, ხელოვნების ნამუშევრებზე არის ძალიან დიდი და თუ რაღაცას მოვიფიქრებთ და ვთქვათ, შეიძლება შევაერთოთ რაღაცა ჩვენი ძალისხმევა და ვთქვათ, სტუდენტები, მოსწავლეები გავაკეთოთ ერთად. უამრავი რაღაცის მოფიქრება შეიძლება. ძალიან კარგი ინიციატივა არის და სასარგებლოც არის და თან კიდე როგორი კმაყოფილება და სიხარული აქვს, ხო, ადამიანს, როცა აი ასე შეძლო წვლილის შეტანა ასეთ საქმეში. ვფიქრობ, რომ შვენიერი წინადადებაა. კომენტარებს გადავხედე და თითქმის ყველა მუსიკისთვისაც ცოტა ძალიან ისე რო არ გამოგვივიდეს, რომ მარტო ხელოვნებაზე საუბრობ, ინსტრუმენტები, კაბინეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე მუსიკისთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად საგნის შესწავლა შეუძლებელი არის ამ ინსტრუმენტების გარეშე და ერთნაირად აქვს ესთეტიკური ჯგუფის საგნებს ეს პრობლემა.
რა თქმა უნდა, მიზანს რომ მივივაღწიოთ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს რომ მივაღწიოთ ხელოვნებაში, ყველა მასალის გამოყენება საჭიროა და აქტუალურია, ამიტომ კაბინეტის არსებობა, იმიტომ რომ იქონკანია საჭირო, იქ მასალა სხვადასხვა და ამის განხორციელება ხშირად საშინაო დავალების სახით გვიწევს ისეთ დავალებების მიცემა, რასაც საკლასო ოთახში ვერ ვაკეთებთ, ესეც სირთულეებთან არის დაკავშირებული. და საერთო ორივე საგანთან მიმართებაში რომ შევაჯამოთ და კიდევ ერთი რაც გამოიკვეთა განსაკუთრებით რეგიონებში, პერიფერიებში კომენტარებსაც რომ გადავხედე, შეთავსებით აქვთ ეს საგნები, არ აყავთ სპეციალისტები, ეს ძალიან დიდი პრობლემა არის და ამას სხვა სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გადავჭრით ამ პრობლემას და ვიმსჯელებთ უბრალოდ გამოსავალს თუ რამე არსებობს, შეიძლება მუზეუმში ვერ წაიყვანო ბავშვი და თუ ინტერნეტის საშუალება ვირტუალურად ამოგზაურო, მაგრამ ძალიან რთულია ესეთი პრობლემების გადაწყვეტა. გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემა არის. ფაქტიურად თუ სხვა საგნებში უწყვეტად მიდიოდა უმაღლეს განათლებას იღებდნენ თქვა და სხვა საგნის პედაგოგად მერე მუშაობდნენ სკოლაში, აქ სულ რამდენი წლის წინ დაიწყო ზოგადად, ხო, ეს პრაქტიკა ამ საგნის სწავლება სკოლაში. მე ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რომ ამ საგანში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მასწავლებლის მომზადების პროგრამა ადრე იყო ბათუმის და თელავის უნივერსიტეტებში, შარშანტრიდან მე მგონი მეორე წელი, ან შეიძლება მესამე წელია ილიას უნივერსიტეტში არის და მომავალი წლიდან უკვე აკადემიაში იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვამზადებთ, ვასრულებთ ამ პროგრამის შემუშავებას. სხვათა შორის იმაზეც ვფიქრობთ, რომ ეს ხო ცალკე 60 კრედიტიანი პროგრამაა. და ანუ ეს მოდელი, ესე იგი 4 წელი საბაკალავრო პროგრამა და შემდეგ 1 წელი 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ეს ნიშნავს, რომ 5 წელი არის მთლიანად ჯამში, ხო? და ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაკეთოთ ჩაშენებული აი ეს 60 კრედიტიანი პროგრამა 4 წლიან საბაკალავრო პროგრამაში ჩავაშენოთ. და ამითი მივცეთ საშუალება, რომ უკვე ბაკალავრიატის დამთავრების ეტაპზე მსურველს ამ კარიერის, ასე ვთქვათ, აი მასწავლებლობის მსურველს უკვე მაშინვე კონდეს გავლილი, ანუ ავტომატურად თვითონ ამ პროგრამის ფარგლებში კონდეს ეს პროგრამა გავლილი. დარწმუნებულება რომ იქნება ძალიან ბევრი მსურველი, იმიტომ რომ აი სანამ ილიას უნივერსიტეტი გააკეთებდა ამ პროგრამას, სულ გამუდმებით იყო აი ადამიანები ბათუმში და თელავში მიდიოდნენ, ძნელია ხო რაღაცა ყველაფერს დაანებო თავი და 1 წლით წახვიდე იქ სასწავლებლად, ხო? და ვიცი რომ იყო ძალიან დიდი მოთხოვნა და ეხლაც ძალიან დიდი მოთხოვნა, ამიტომ ვფიქრობთ მომავალ წელს უკვე ალბათ ჩვენი შენობაც რეაბილიტირებული, ბოლომდე რეაბილიტირებული იქნება და ვფიქრობთ რომ გავაკეთებთ და აი რაღაცნაირად სტაბილურად თუ ყოველ წელს ჩვენ გამოუშვებთ უკვე რაღაცა სათანადო ცოდნით, ასე ვთქვათ, შეიარაღებულ სპეციალისტებსაც, ნელ-ნელა ალბათ აი დეფიციტი ამ საგნებში რაღაცნაირად ეტაპობრივად აღმოიფრება. პარლამენტმა გააკეთა 2 წლის წინ კვლევა, რომელ საგნებში არის ყველაზე უფრო დეფიციტური, ვთქვათ, მასწავლებლები. პირველ ადგილზე იყო ხელოვნება და მუსიკა. ყველაზე უფრო დიდი დეფიციტი ამ ორ საგანს ჰქონდა. ესე რომ სახელმწიფოს მხრიდანაც ვისურვებდი, მე ეს არაერთხელ მithქვამს რაღაც ისეთ სამუშაო შეხვედრებზე, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც მივაქცევდი ამას ყურადღებას, ვინაიდან აი დადასტურებულად გვაქვს აი ეს დეფიციტი ჩვენ, ხო? კი რაღაცა უნდა წახალისდეს ამ მიმართულებით, რომ სწრაფად შევძლოთ დაკმაყოფილება. რამდენი სკოლაა საქართველოში 2200 მე მგონი, ხო? და ნუ წარმოგიდგენთ და თან ზოგი იმხელაა, რომ ერთი მასწავლებელი არ ყოფს, ვთქვათ, ხო? რამდენი რაღაცა 8 პარალელური კლასი რო არის, იქ ერთი პედაგოგი
მათ არ ეყოფათ. ნუ ეხლა ეს ძირითადად თბილისს ეხება რასაკვირველია, მაგრამ მაინც ძალიან დიდი რიცხვია და სად ყავს ამდენი კვალიფიციური პედაგოგი. ეს არის სერიოზული პრობლემა არის. ამიტომაც ჩვენ სისტემატურად მასწავლებლები, არა ამ სფეროდან მოსული მასწავლებლები, რომლებიც თქვათ რაღაცა სხვა საგანს მანამდე ასწავლიდნენ, სულ იმას გვეუბნებიან, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დაწერეთ მასწავლებლის წიგნში. რაც შეიძლება მეტი სასწავლო რესურსები ჩადეთ, რაღაცა წყაროები, ასე ვთქვათ, მიუთითეთ. ჩვენ რუბრიკაც კი გავაჩინეთ ასეთი მასწავლებლის წიგნში, დამატებითი ინფორმაცია ქვია მასწავლებლისთვის და ამ დამატებით ინფორმაციაში წერთ და წერთ იმას, რაზეც უკვე მან დრო აღარ უნდა დახარჯოს ამის შეგროვებაზე, ანუ რაღაცნაირად ამითი, ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან ამითი ვეხმარებით, რომ თავმოყრილად აქვს ეს ხო ერთი საშიშროებაც მინდა თქვა, იცით, თავმოყრილი, ერთი ამბავი რომ თავმოყრილია ეს ინფორმაცია და მეორე ამბავი რომ აბსოლუტურად სანდოა. რატო ვამბობ ხო ამას, იცით? არაჩვეულებრივი რამ არის ინტერნეტი და ძალიან დიდი შესაძლებლობები არის, რასაკვირველია, მაგრამ არის ძალიან დიდი საფრთხეც. ვისაც რა უნდა იმას დებს ინტერნეტში. და ზოგჯერ გამოცდელი ადამიანი წამოეგება ვთქვათ ამ ანკეს და რაღაცას რასაც ნახავს, რაც მისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ის გონია უტყუარი წყარო. და ეს ახლა ძალიან საშიში რამ არის. მოსწავლესთან იმის გაჟღერება, ვთქვათ, რაც არასწორია, ან ფაქტობრივად, ან შინაარსობრივად, ძალიან საფრთხილო და საშიში ამბავია, იმიტომ რომ ეს ილეკება მოსწავლის ცნობიერებაში, ხო? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა რესურს მიუთითებ, ან როგორ ინტერპრეტირებულ ინფორმაციას ჩადებ მასწავლებლის წიგნში. ესეც მედალს ორი მხარე აქვს, თან როგორი კარგი საქმეა და თან ძალიან საფრთხილო. ნამდვილად გეთანხმებით ქალბატონო ნინო, მაგრამ ის დამატებითი ინფორმაციებიც ის მასწავლებლის სახელმძღვანელოები იმდენად კარგად არის შედგენილი მეთოდური ორიენტაციის კუთხით, ძალიან დიდ დახმარებას უწევს მასწავლებლებს. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება, პრობლემაშიც იყო აღნიშნული, ჩვენ სანამ ლაივში გავიდოდით ვისაუბრეთ ამაზე, სახელმძღვანელოში არსებული ლინკებთან დაკავშირებით. მე რომელ სახელმძღვანელოსაც ვასწავლი რომელ კლასებს არ შემხვედრია, რომ ლინკი არ იხსნებოდეს ასეთი შემთხვევა, უბრალოდ იქ გადასვლის დროს უნდა მითითება, რომ როგორ გაიხსნას ეს ლინკი. არ არის ლინკების გახსნის პრობლემა და ძალიან ბევრი საინტერესო მასალა არის ამ ლინკებზე. შესაძლებელია კონკრეტულად ვინმესთან იყოს, არ ვამბობ, რომ საერთოდ არ არსებობს ეს პრობლემა, მაგრამ მე პირადად არ შემხვედრია. ასევე მინდა მადლობა გადავხადო იმ მასწავლებლებს ჩატში, რომლებმაც ანალოგიურად ქალბატონს ოკოსავით დაწერეს თვითონ როგორ საქველმოქმედო გამოფენები მოაწყვეს და სასიხარულო ფაქტია ის და მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი აღმოჩნდა ასეთი მასწავლებელი, ძალიან ბევრმა მიუთითა ეს და სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ამას არა მარტო ხელოვნება, მე ვხედავ, რომ ძალიან ბევრი საგნის მასწავლებელი თანამშრომლობს ხოლმე ასეთი ღონისძიებების ორგანიზებისთვის და კეთდება როგორც მოხუცთა თავშესაფრისთვის, ასევე არსებობს ისეთი სახლები, სადაც უბრალოდ ქველმოქმედების თვალსაზრისითაც აკეთებენ, რომ დაეხმარო რაღაც კონკრეტულ ადამიანს გამოფენებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის გადაწყვეტა და ორგანიზება და ბავშვებს ფუნდამენტშივე, დასაწყისშივე რომ შევაჩვევთ ასეთ სათნოებას და მისი ჰარმონიული განვითარებისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯები იქმნება ამით დამერწმუნებით ალბათ. ასე ნამდვილად. კი. ხელოვნება არის საერთოდ მშვენიერების შემოქმედი და მართლაც ჩვენი მოსწავლეებიც უნდა ვაზიაროთ ამ დიდ ხელოვნებას. ჩვენ ხომ არ გამოგვეხმაურებოით ბატონო.
ქალბატონო ნინო, თუ შეიძლება ძალიან ესე იგი თვალი ვერ მოვწყვიტე ერთის მხრივ კომენტარებს და ყური ვერ მოვწყვიტე ქალბატონი ნინო ღაღანიძის ძალიან არაჩვეულებრივ საუბარს და რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც ისტორიის მასწავლებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო არის ის პარალელები, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ხელოვნების გაკვეთილებთან კავშირში და ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ შეიძლება ითქვას ასობით კომენტარმა, რომელიც დაიწერა პირდაპირ ეთერში და მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მასწავლებლებს, რომლებმაც ძალიან საინტერესო მეთოდოლოგიად შემოგთავაზეს სწავლებასთან დაკავშირებით. იქ თუ სწორად მახსოვს, აი სიტყვების სწავლებასთან დაკავშირებით იქ ლექსიკონი ახსენეთ და მასწავლებლებმა ძალიან საინტერესო მეთოდები შემოგთავაზეს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა ყველა საგნის სწავლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელოვნებისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც დღეს დგას და არის გამოწვევა ზოგადად საჯარო სკოლებში, ძალიან მალე გადაიჭრება და ძალიან მალე ეს აღარ იქნება პრობლემა და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ გაკვეთილზე არა ტექნიკურ საკითხებზე, არამედ უშუალოდ შინაარსზე და უშუალოდ სიღრმისეულ წვდომაზე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნინო ღაღანიძეს, რომელმაც არაჩვეულებრივი ვებინარი, მე უფრო ვიტყოდი არაჩვეულებრივი მასტერკლასი შემოგთავაზა დღეს და გაოცებული, სასიავნოდ გაოცებული დაგვტოვეთ და იმედი იმის, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან გჭირდება. აი მე ვიტყოდი, რომ ორივე მხრიდან გჭირდებათ, ორ მხრივად უფრო სწორად რომ თქვა, ერთი როგორც ჩვენ ადამიანებს გჭირდება, ასეთი სიტყვა გავიკონოთ, მასწავლებლებს გჭირდება, რომ აი ასეთი სულში ჩამწდომი სიტყვები გავიკონოთ და რა თქმა უნდა, პროფესიული განვითარებისთვის, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის ეს ხომ იყო უმაღლესი კლასის მასტერკლასი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანური ღირებულებებისათვის, აი ამ დამოკიდებულებებისათვის, რაც თქვენ ასეთ მცირე დროში, მცირე იგულისხმება შეხვედრებისთვის, დაახლოებით 2 საათი მიმდინარეობს ჩვენი შეხვედრა და ასეთ მცირე დროში შეძერით, რომ ონლაინ ფორმატში გადმოგეცათ ძალიან ლამაზად და ძალიან საინტერესო თქვენი საქმელი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნინო ღაღანიძეს და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებლებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, ასობით ადამიანი პირდაპირ ეთერში თუ სწორად მიჩვენებს ახლა მეჩ აპლიკაცია, დაახლოებით 150-ზე მეტი მონაწილე არის ამ წუთში პირდაპირ ეთერში და თვითონ კომენტარების რაოდენობა დაახლოებით 500-ზე მეტია. შეიძლება ზოგადად სწორად არ მიჩვენებდეს მე აპლიკაცია, უფრო მეტი იყოს, თორემ უფრო ნაკლები ნამდვილად არ იქნება და რა ვიცი, ფიქრობ საოცარი საღამო იყო და საოცარი შეხვედრა იყო. ნამდვილად ქალბატონო ინგა, მე მგონი მეთანხმებით. დიახ, ნამდვილად გეთანხმები, ძალიან დიდი მადლობა მინდა მეც გადავხადო ქალბატონ ნინოს, აი არაჩვეულებრივი მოკლედ ვებინარისთვის, მართლაც მინდა ეხლა გითხრათ ჩემი მოკლედ ემოციები. პირადშიც მწერენ, ყველა ჯგუფში მწერენ, დიდ მადლობას იხდიან, დიდ მადლობას გიხდიან თქვენ, ჩვენ, აბსოლუტურად ითხოვენ მსგავს ვებინარებს, ითხოვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულად კიდევ ჩავატაროთ მსგავსი ვებინარები. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ვებინარი, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ მსგავსი ვებინარი ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად არ არიან ფუფუნებაში ჩვენი ხელოვნების და მუსიკის პედაგოგები, ამიტომაც გადავწყვიტეთ სწორედ აი ამ ხაზით წავსულიყავით, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი უძვირფასესი ქალბატონი ნინო ცარციძე და მარიამი აგერ ყავს გვერდით და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ეს ვებინარი სწორედ ასე კარგად დაგეგმეს, ასე ვთქვათ, ძალიან მიზნობრივად იყო ყველა დეტალი გაწერილი, ძალიან დიდი მადლობა იმ კითხვარებისთვის და აბსოლუტურად ყველა დეტალი მოგეხსენებათ, რომ მართლაც არაჩვეულებრივად იყო გათვალისწინებული და ჩაშლილი. ძალიან დიდი მადლობა ისევ და ისევ ქალბატონ ნინო იმ საქმისთვის, რასაც ააკეთებთ საგანმანათლებლო სივრცეში და კონკრეტულად აი ამ საკითხის ჩაშლისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი პედაგოგი არა მარტო მუსიკის და დაუშვათ ხელოვნების პედაგოგები, არამედ სხვა საგნის პედაგოგებიც იყვნენ და დიდ მადლობას გიხდიან. ეხლა კი
ჩვენ უკვე ყავს გამარჯვებულები, თუ მეტყვით გამოვაცხებთ თორე და ცოტა მოვიტოვოთ და ბოლოსკენ უკვე გამოვაცხადოთ ეს გამარჯვებულები, როგორც ალბათო ინგა მეც მინდა რომ ვიტყოთ მადლობა. გისმენთ ალბათო ნინო და და ორი სიტყვით მინდა. არა სამბო არა, თქვენ უნდა მოგისმინოთ ბოლოს შეჯამების კუთხით აუცილებლად. გამოვავლინოთ. მადლობას ასეთი საინტერესო წამოწყებისთვის და ძალიან მომწონს და ძალიან აქტიურად ვიქნები ყოველთვის ჩართული. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ იცით რა, რომ არა მასწავლებელი არ ვიცი საერთოდ რა იქნებოდა, ხო? მასწავლებელი არის თავარი ფიგურა საერთოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებების, ასე ვთქვათ, გამტარებელი და მასწავლებლის ავტორიტეტი მოსწავლისთვის, აი როცა მიდის სკოლაში, ეს ხო ყველა საკუთარ თავზეც გამოცდილი აქვს და მერე შვილებზე და მერე შვილიშვილებზე, აი პირველი კლასელი რო ბრუნდება და რო გეუბნება, რომ მასწავლებელმა მითხრა. და ნუ ახლა იმის იქით აღარ არის არაფერი, მასწავლებელმა რაღაცა რო თქვა, აი ასე უნდა იყოს, ხო? ჩვენი საგნის პედაგოგებზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენი თავდადების ფასად იხდებათ თქვენ მუშაობა. ბევრი პრობლემის გამო აქ ინფრასტრუქტურაც იგულისხმება და კიდე სხვა რამეც, მაგრამ აი დამერწმუნეთ, რომ ღირს ეს თავდადება, იმიტომ რომ აი მერე შედეგს რომ ნახულობ ამისას, როგორი ადამიანი გაიზარდა, როგორი პიროვნება გაიზარდა, როგორი თუნდაც როგორი ხელოვანი არის, ფაქტიურად ჩვენ, ანუ უმაღლესი სკოლის პედაგოგები, ხო, ანუ ახლა ჩემს შემთხვევაში აკადემიის პედაგოგები, ესტაფეტას თქვენგან ვიღებთ. თქვენი გაზრდილები მოდიან მერე ჩვენთან, ხო? და ამიტომ ეს რაღაცნაირი უწყვეტი რაღაცა ჯაჭვია ასეთი და აი დამერწმუნეთ, რომ ღირსის წვალება, რაღაცა ღამისთევა, ვთქვათ, რესურსების საკუთარი ხელით კეთება. აი სადღაცა არ არის სხვა გამოსავალი და აი რაღაცა უნდა მოიფიქრო და ხვალ გაკვეთილზე მიიტანო და დააინტერესო ეს მოსწავლეების, რომ ძალიან დიდი მადლობა აი მთელ ამ ჯარს ქართველი პედაგოგების, ვინც ამ საქმეს ემსახურება. ძალიან ღირებული და საჭირო საქმეა და ყოველთვის თქვენ გვერდით მივულეთ, აი თუ კი რამე შემიძლია, სულ მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშაო ამ კუთხით. დიდი მადლობა. მესი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მეც მინდა ვთქვა. ქალბატონო ნინო, აი კიდევ და არ მომწყინდება მადლობის გადახდა, რაც დღეს თქვენ წარმოგვიდგინეთ, გვესაუბრეთ სიღრმისეულად და გულთან მოხვედით, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემები, რაც სკოლებში არსებობს, თქვენ გამონახეთ ძალიან მარტივად, ძალიან კარგად ახსენით და გამონახეთ ის გზა, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ ჩვენ და წეღან იმიტომ ვთქვი, რომ უკვე მწვენია ჩემი პრობლემების გაჟღერება. და მარტო პრობლემებზე საუბარი კი არა, აი ჩვენ მოსწავლეები იმდენად აქტიურები ყვანან ხელოვნების საგნის მიმართ. ესეც თქვათ, ხო, წარმატებაც არის. ჩემი სკოლა არის საზღვრისპირა სოფლის სკოლა, მაგრამ აი მესამე სართულიდან ხედავთ იმ რუსები როგორ დადიან არის დასახლებები, მაგრამ არ უშინდებიან არაფერს და ქმნიან ახალსაც, რესურსებსაც ვქმნით, გამოფენებსაც ვაწყობთ. საზღვრისპირა სოფლებში პირველ ადგილსაც ვიკავებთ ნახატებით და ასე რომ როგორც პრობლემები არსებობს, ჯობნით წარმატებით ამ პრობლემებს და მე მინდა მადლობა გადავუხადო სხვადასხვა სწავლობს სამხატვრო აკადემიაში და ერთ-ერთ მოსწავლეს აი სიამაყით ვამბობ ხოლმე ამას, რომ მომზადება არც დასჭირვებია, ისე ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში გარემოს დიზაინზე და პედაგოგმა რომ უთხრა, რომ შვილო სადაურიხარო, სად ისწავლი ასე და მეო ისეთი კარგი მაია მასწავლებელი მყავს, არ მინდოდა მომზადებაო და ამას
ცრემლები მოსდიოდა ბავშვს ამას რომ იყვებოდა და მე თვითონ აი მეცხრეცაზე ვიყავი სიხარულით, იმიტომ ჩვენთვის პედაგოგებისათვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო და არ ვიცი, ყველა პედაგოგს უსურვებ იმ სიხარულს, რაც მე იმ წუთში განვიცადე და ახლაც კი ბედნიერი ვარ და მომყვება ის გრძნობა, რაც მაშინ იყო. უღრმესი მადლობა ჩემ გუნდს ასეთი კარგი იდეებისათვის, ასეთი აქტიურობისათვის და თავდაუზოგავი შრომისათვის. იმიტომ მე ვიცი, ძალიან კარგად ვიცი ჩვენი გათენებული ღამეები, ჩვენი სამუშაოს როგორი რუდუნებით ვექცევით თითოეულ ჩვენს სიტყვას, ჩვენ თითოეულ ნაბიჯს და მადლობა მინდა გადავუხადო მაყურებელს, ჩვენს მსმენელს, რომლებიც მართლაც გვამაგრებენ, აი წელმაგრები ვართ იმით, რომ ჩვენს უკან დგას დიდი ჯარი პედაგოგებისა, რომლებიც აფასებენ ჩვენს ამაკს. მადლობა. მოტივატორები. კი და მე ბოლოს შევაჯამებ. მე თუ შეიძლება გამოვადინოთ. რა თქმა უნდა, გამოვაცხა ბატონო კახაბერ გითმობთ ასპარეს. მადლობა, ნამდვილად ძალიან საინტერესო კომენტარები იყო, რამოდენიმე მოვინიშნე კიდეც, იმიტომ რომ საინტერესო მეთოდოლოგიას თავაზობდნენ, ასევე ძალიან ბევრი ისეთი კითხვა იყო, რომელიც დაგვაფიქრებს ჩვენს სწავლების პროცესში და ამისათვის რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა. აქვე მინდა განმარტო, რომ ყველა მონაწილე მიიღებს, რა თქმა უნდა, სერტიფიკატს, რომელიც შეავსებს ლინკს და ჩვენ არ დაგაბნიოთ. გავაზიარეთ. დიახ, მხოლოდ 3 მონაწილე ზოგადად ეს არის შემთხვევითი პრინციპი, რომლის კომენტარები პროგრამას დაგვეხმარა, რა თქმა უნდა, იმაში რომ გამოგვევლინა 3 აქტიური მონაწილე, თუმცა დარწმუნებული ვარ და ყველა დამეთანხმებით ალბათ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ძალიან აქტიურად იყო ჩართული და ძალიან საინტერესო შედეგზე ორიენტირებულ კომენტარებს წერდნენ. პირველი მონაწილე, რომელსაც გადაეცემა განსაკუთრებული სერტიფიკატი, შეიძლება ითქვას, ეს გახლავთ ქალბატონი ქეთევან შარიქაძე. ლოცავთ ქალბატონ ქეთევანს. სავარაუდოდ გვიყურებთ ახლა ქალბატონო ქეთევან, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ჩვენგან გადმოგეცემათ განსხვავებული სერტიფიკატი, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ სერტიფიკატი ყველა მონაწილეს გადაეცემა. დიახ. დიდი მადლობა ბატონო კახაბერ. შემდეგი ჩვენი გამარჯვებული გახლავთ ქალბატონი ეთო სააკაშვილი. გილოცავთ ქალბატონო ეთო. და ასევე მესამე თქვენ გამოაცხადეთ ბატონო კახაბერ. და მესამე რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო კომენტარის ავტორი ქალბატონმა ნინომ პირდაპირ ეთერში კიდევაც აიკითხა ქალბატონი სოფიკო შავიშვილი. მოგესალმებით ერთხელ ქალბატონო სოფიკო და ძალიან საინტერესო იდეა გაგვიზიარეთ თქვენ და ამ იდეას ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა და თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს კოლეგებმა როგორ რანაირად აკეთებენ და ასევე მინდა შეჯამების მივდივარ ჩვენ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როდესაც აი ქალბატონ ნინო საუბრობდა რომ ხელოვნება და მუსიკა და აი აქ ბევრჯერ გაჟღერდა კომენტარებში რომ მასწავლებლები როგორ შეხმატკილებულად მუშაობენ კათედრაზე, ესთეტიკის კათედრაზე, როგორც ხელოვნების მასწავლებლები, ასევე მუსიკის მასწავლებლები ერთობლივად გეგმავენ ისინი პროექტებს და რა თქმა უნდა ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება სკოლის ბაზაზე და ასევე მუნიციპალურ დონეზე, ქვეყნის დონეზე თუ საერთაშორისო დონეზე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილეს. დიახ, ისევ და ისევ მეც შემოგერთდებით, ეხლა კი ყველა გამარჯვებულს ვთხოვ, ან პირადში მოგწეროს ინგლისურად სახელი და გვარი, ან ჩვენ Teachers Community Georgia's Messenger-ში გამოგვიგზავნოთ სახელი და გვარი, რომ რაიმე არ შეგვეშალოს ჩვენ კი ვიცით, მაგრამ მაინც თავი რო დავიწყრიოთ. გილოცავთ ისევ და ისევ ყველას, რაც შეეხება ლინკი გაზიარებულია. ძალიან გთხოვთ შეავსეთ და აი მკითხوارები რომელსაც დაგხვდებათ ძალიან გთხოვ კარგად დაუკვირდით და სწორედ ეს იქნება ჩვენი შემდეგი ასე ვთქვათ თემა რომელზედაც გააკეთებს ჩვენი ქალბატონი ნინო და ქალბატონი მარიამი ვებინარს. მაშასე რაღა დამჩენია გილოცოთ მე ძალიან ბედნიერი ვარ. მართლაც შედგა დღევანდელი დღე და მართლაც გამართლა ამ ჩვენმა მოდი ასე ვთქვათ პატარა რისკმა.
ვინაიდან და რადგანაც როდესაც ამ ახალ პროექტზე ვფიქრობდით, სადღაც ერთი თვე ალბათ ფიქრობდით თუ როგორ გაგვეკეთებინა რა სახით და მე სრული სიამაყით მინდა მოგილოცოთ ქალბატონო ნინო, ქალბატონო მარიამ, ქალბატონო ნინო, ასევე თქვენ ჩვენს სტუმარს და მართლაც აი უბედნიერესი ფაქტია ის, როდესაც მართლა 4 წლის შედეგი მარტო აი ამ დღით რომ აღნიშნოთ შედგა. გილოცავ. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ სრული ენთუზიაზმით მზად ვართ კიდევ ახალი პროექტები შემოგთავაზოთ, მუშაობთ ამაზე და ბატონო კახაბერ, მე მგონი დროა შევახსენოთ ჩვენს მასწავლებლებს, რომ არა მარტო ონლაინ, არამედ უკვე ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე და მინდა რომ ეს სწორედ თქვენ გააცნოთ ჩვენს მასწავლებლებს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მონაწილეებს. მე ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი დღე შედგა და არა მარტო შედგა, არამედ გასაოცარი იყო, ყველასგან გამორჩეული დღე იყო და ამისთვის კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო ღაღანიძეს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ორგანიზატორს, დამფუძნებელს, თანადამფუძნებლებს და რა თქმა უნდა მოსახერხებელია ონლაინ შეხვედრები, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხმა მივაცნიეროთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს ჩვენი სახლიდან. თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ პირდაპირ შეხვედრები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის. მე რაც აღვნიშნე, აი ეს ადამიანური ურთიერთობები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, მით უმეტეს რომ არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ჩვენ გამოვიარეთ ეგრეთ წოდებული პანდემიის პერიოდი და ადამიანური ურთიერთობები კიდევ უფრო დაგვანახა, უბრალოდ პანდემიის პერიოდმა ეს ადამიანური ურთიერთობები რაოდენ მნიშვნელოვანი არის. ქართველი მასწავლებლები ევროპელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებთან ერთად ძალიან მალე გაემგზავრებიან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სადაც 10, 11 და 12 მაისს გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელზედაც მოწვეული არის მსოფლიოს ცნობილი განმანათლებლები და იქნება საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სწავლება, როგორიც არის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, იქნება ვორქშოპები, მასტერკლასები და ძალიან ასევე რა თქმა უნდა სათავგადასავლო ტურიც გულისხმობ აზერბაიჯანის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მოგზაურობის, ამ საგანმანათლებლო ვიზიტის, ასევე მოგზაურობის რა თქმა უნდა ერთ-ერთი წევრი ვარ. ვისარგებლებ შემთხვევით და უღრმეს მადლობას გადავხდი პირველ რიგში რა თქმა უნდა ქალბატონ ინგა ხარჩილავას, რომელიც რომის თავდაუზო გავიშრომის შედეგი არის დღევანდელი დღე და ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც, რა თქმა უნდა ქალბატონ ნინოს და ქალბატონ მარიამს, რომლებიც ჩვენ ყოველთვის ერთად შრომობთ და ერთად ვიღწვით და ასევე მე ძალიან ხმამაღლა მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ბატონ სარვეშს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სარვეში ახლა ჩვენ ვიყურებს და ის ამაღიარი ქართველი მასწავლებლებით და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართველმა მასწავლებელმა ღირსეულად თქვას თავისი სათქმელი. ჩვენ გვყავს უნიკალური მასწავლებლები, ჩვენ გვყავს მასწავლებლები საუკეთესო გამოცდილებით და აუცილებელი არის, რომ ეს საუკეთესო გამოცდილება გაზიარდეს მსოფლიო მასშტაბით. რაც შეეხება სხვა პირისპირ შეხვედრებს, ეს სხვა მომდევნო ბაქოს შემდეგ, აზერბაიჯანის შემდეგ პირისპირ შეხვედრები უკვე დაგეგმილი არის, თუმცა ჩვენ ზოგიერთ მომენტს ჯერჯერობით სიურპრიზად შევინახავთ, თუმცა ბაქოს შემდეგ ქალბატონო ინგა ალბათ დამეთანხმებით, რომ კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი და კიდევ უფრო მეტად ამაღელვებელი სამუშაო შეხვედრები და მოგზაურობები გველოდება წინ. ნამდვილად, ასე დაანონსებული აგვისტოში ინდოეთი, შეგიძლიათ მოგმართოთ დეტალებისთვის და ჩვენ მზად ვართ მოკლედ გაგიზიაროთ ყველა სიახლე. წარმატებები. ბატონო ინგა, ყოველთვის ვამბობდი ასეთ რაღაცას და აი ქალბატონი ნინოს აზრიც მაინტერესებს, ხელოვნებასთან კავშირი არის. ქალბატონო ნინო, ყოველთვის ვამბობდი, რომ აი როდესაც გეგმავდით ინდოეთში წასვლას, მე უკვე ორჯერ ვიყავი ინდოეთში უახლოესი პერიოდის მანძილზე და ვამბობდი, რომ ერთხელ მაინც უნდა ნახოს ადამიანმა ინდოეთი, მაგრამ ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ვამბობ, რომ ეს
ეს ერთხელ საკმარისი არ არის და მე ვფიქრობ, რომ ინდოეთის გამონაკლისი არის, რომლის შეცნობას ადამიანი ვერასოდეს ვერ შეძლებს. ნუ ზოგადად ქვეყნის შეცნობა რთულია, მაგრამ ისეთი კულტურის, ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანა, როგორიც ინდოეთი არის, მე ვფიქრობ, რომ შეუცნობელი არის და ალბათ ეს ხელოვნებაშიც კარგად ჩანს. საერთოდ იცით, ხელოვნება არის გამტარი. აი იმ იდეების რაღაცა სოფლმხედველობის, სოფლმხედველობა რა არის? ვინ ხარ შენ და ამ სამყაროში რა ადგილი გიკავია. და სწორედ ეგ არის ის განუმეორებლობა, ხო? ამა თუ იმ კულტურის. ეხლა ინდოეთის ისტორიის მქონე და ინდოეთის ტრადიციის მქონე ქვეყანას რა საკვირველია არც ერთხელ ჩასვაყოფნის და არც ორჯერ და აი ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ, ბატონო კახაბერ, ზუსტად აი ძალიან კარგი ეს არის, იცით, აი რაღაც მარკერი, ვით ასე ვთქვათ, რომ რაც უფრო მეტჯერ ჩახვალ, მიხვდები კიდე რამდენი გაქვს იქ გასაგები. და მერე კიდე მე აი ამ მოგზაურობების ყველაზე მომხიბვლელი რა ეს მაქვს ჩემი წარმოდგენა ამის შესახებ, რომ მერე თან მოყვება ეს კულტურა. რაღაცა ნაწილი მერე რჩება შენში და აღმოაჩენ, სად ჩვენს ინდოეთი რა საკვირველია, მაგრამ რა თურმე რაღაცა საერთო ყოფილა და აი ეს რაღაცა ფრაგმენტი, რომელიც ჩაგრჩება და მერე სულ მუდამ დაგაგდა, სულ გიჩენს მერე იმ სურვილს, რომ კიდე წავიდე. აი ეს არის ხო ამ სამყაროს შეცნობის რაღაცა უნივერსალური რაღაც ფორმულა შეიძლება ითქვას ისე რომ დიახ. ეგრეა ნამდვილად ხელოვნების და კულტურის თვალსაზრისით არის ნამდვილად. რაც უფრო მეც გაიცნობ, მით უფრო აი რაღაც ოკეანეში შედიხარ და უფრო მეტის და მეტის ნახვა და გაცნობა გინდა. კომენტარებში წერენ უკაცრავად, რომ ვერ შეავს ეს ლინკი. არ ენერვიულოთ ამაზე, რომელსაც არ უნდა მიწეროთ ქალბატონ მარიამს, ქალბატონ ინგას, ბატონ კახაბერს, მე ინგლისურად სახელი და გვარი აუცილებლად დაგეხმარებით და არ იქნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით. სერტიფიკატებთან დაკავშირებით ნამდვილად არ გექნებათ პრობლემა. ბარემ გავაგრძელებ ჩემს სიტყვას, უღრმეს მადლობას გიხდით ქალბატონო ნინო. მე მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, რომ პირველი როდესაც დავიწყე ამ პროექტზე ფიქრი და ვინ უნდა ყოფილიყო პირველი სტუმარი, ეს დაურეკე ქალბატონ ნინოს ვესაუბრე და იმ წუთას ისეთი ის ვიგრძენი ამ ქალბატონთან არაერთ ხერ მქონია შეხვედრივად ჩვენ ერთმანეთს და მაშინვე მივხვდი აი ამ გადაცემის მნიშვნელობას. ჯერ თავისთავად ვიცოდი, მაგრამ როგორი პოპულარული იქნებოდა ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ არაერთი საკითხზე ვიბშერეთ, არაერთ პრობლემაზე და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც ლაივში გასვლამდეც ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, საგნის პოპულარიზაცია არის, ხო? რომ ის იქცეს პრიორიტეტულად და დღეს მე ამაყი ვარ იმით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ლაივი შედგა ამ მიმართულებით, თუ რომ ხელოვნება ესთეტიკური აზროვნების გასაღებია და ყველა ამ გასაღების გადაატრიალებაზე ვზდით ჩვენ პიროვნებას, ესთეტიკურ ფასეულებებს ვასწავლით, ეს ძალიან კარგად დაინახა დამსწრე საზოგადოებამ და მადლობა მინდა უთხრა მათაც ამასთან მიმართებაში, იმიტომ რომ როგორა მათი მხარდაჭერა, მათი კომენტარები, მათი პროექტები, მათი პრობლემების გამომზეურება მარტო ერთი ვერ შექმნის ამას. და ყველა მასწავლებელს, ყველა აქტიურ მასწავლებელს მინდა ამასთან დაკავშირებით მადლობა უთხრა, ისედაც მიიღეს კვლევაში მონაწილეობა, რომელსაც რამდენიმე დღე ვაწარმოებდით ჩვენ, შეავსეს კითხვარები, ძალიან საინტერესო იყო თითოეული მათი პრობლემის გააზრება. ასევე თემასთან დაკავშირებით, რამოდენიმე თემა მიდევს ახლა რომ გადავხედე ლინკს, თითქმის თანაბრად მიდის თემებზე და საბოლოოდ, როდესაც შეიძლება და საბოლოო მონაცემი გვექნება, რა თქმა უნდა, მომდევნო თემას მერე დავაანონსებთ, ამიტომ დიაგრამის გაზიარებას ჯერ საბოლოო შედეგი არ აგვაქვს და არ მიმაჩნია სწორად, ამიტომ მადლობა მინდა მე გადავხადო ქალბატონ ინგას პირველ რიგში,
გადაცემაც ამით და არ დავიღლები ამის თქმით, იმიტომ რომ აი ეს საშუალება მომცა და ჩემი ოცნება, რასაც ქვია რომ აი ეს პროექტი განვახორციელე და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნინგას და ქალბატონ მარიამს, რომელიც ყოველთვის ჩვენ ერთად შრომობთ და ერთად მოღვაწეობთ და ერთმანეთს ვეხმარებით და ვამაგრებთ, ვაძლიერებთ, ასე ვთქვათ. ბატონი კახაბერი არ დავიღლები მისთვისაც მადლობის თქმით, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიულ წინსვლაში ყოველთვის მხარდამჭერი არა მარტო ჩვენი, მთელი საქართველოს მასწავლებლების და ეს რასაც აკეთებს აბსოლუტურად ენთუზიაზმზე კეთდება ეს პროექტები და მადლობა თქვენგან სამისთვის, მადლობა ბატონ სარვეშს, კეთდება ეს პროექტები ბატონ სარვეშს, რომელიც ჩვენი პარტნიორია და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, ჩვენს სკოლებს, ჩვენს მოსწავლეებს, რომელიც გვასწავლიან ჩვენს თავისებურად, როგორ ვეძებოთ ეს პრობლემების გადაჭრისები, რომ მათ გქონდეთ და გაუნათოთ მომავალი და იქედანაც ბევრს სწავლობთ და ჩვენც სწავლობთ, როგორ გავიზარდოთ, როგორ გავხდეთ პროფესიონალები მათთან ერთად, იმიტომ რომ რაც არ უნდა ასაკი გქონდეს და გამოცდილება გქონდეს ადამიანს, დღითი დღე ვიძენთ ცოდნას, რაღაც ახალს ყოველ დღე ყოველობთ ჩვენს პროფესიაში და მეტად სადაც არ უნდა იყოს ერთი რამ მინდა ვთქვა, რომელ ადგილზეც არ უნდა მუშაობდეს, აი ქალბატონი მარიამი საზღვრისპირა სოფელში მუშაობს, თუ შენ ხარ გულით მოწოდებით მასწავლებელი, გიყვარს შენი პროფესია, შენ საქმეს აუცილებლად აკეთებ ზედმიწევნით და არ ზოგავ თავს ენერგიას ამისთვის და შენს მოსწავლეებსაც შეაყვარებ საგანს, დარწმუნებული ვარ და მის მნიშვნელობას დაანახებ და თითოეულ მასწავლებელს წარმატებებს უსურვებ თავის მოსწავლეებთან ერთად. უღრმეს მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ქალბატონო ნინო, გეცვიხლით თქვენს წინაშე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა და ქალბატონო შეხვედრისთვის. გაიხარეთ ქალბატონ ნინო ცარციძეს მინდა უთხრა, მახსოვს ის დღე, როდესაც ვუთხარი, რომ აი მე განდობ ამ დღეს, ვიცი რომ ეს გამოგივა და მართლაც საოცარი ბრძანდები ჩვენ ვამაყობთ შენით პირადად და რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი მარიამით. საოცარი გუნდი ხართ. მადლობა. ხო დამეთანხმებით ბატონო კახაბერ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს. მადლობა თქვენ თითოეულ თქვენგანს უღრმესი მადლობა. 2 საათია. ზუსტად 2 საათია ერთად ვართ და აი აგერგეთ ფუსფუსებენ და გწერენ აგერ კიდე. მოკლედ ბედნიერ საღამოს გისურვებთ. დიდი მადლობა. შეხვედრამდე დაგიბრუნდებით. სულ რაღაც ერთ კვირაში კიდევ ერთ სიახლეს გაგიზიარებთ და უბრალოდ 2 სიახლეს. 2 პროექტი. Kali პროექტი დაანონსდება. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. საუკეთესო მადლობა. გემშვიდობებით. ძალიან მადლობა. სერტიფიკატები ყველას გადმოგეცემათ, არ ინერვიულოთ. თავარია მოგწერეთ. მოგწერეთ სახელი და გვარი. მზად ვართ, დავამზადოთ. თუ ყველას არ მიუვიდა email-ზე, ეგეც არ არის პრობლემა, საქაღალდეს გავაზიარებთ სადღაც 2 საათისთვის შუაღამე და მერე თქვენ შეგიძლიათ თქვენი სერტიფიკატი საქაღალდეში მოძებნოთ. თუ ლინკი ვერ შეავსეთ, მოგწერეთ სახელი და გვარი, ასე რომ თქვენს გვიგულეთ თქვენს გვერდით. ნახვამდის, დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. კარგად განდებოდეთ ნახვამდის. ვიყარხართ ძალიან. კარგად. ლაივი შევწყვიტეთ, ეხლა ჩაწერასაც ძალიან დიდი მადლობა, ჩაწერასაც შევწყვეთ და